მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს ავტორო გადაცემას მეცნიერება და განათლება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მეცნიერების და განათლების რეფორმაზე და განსაკუთრებით ილიას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსპექტივაზე. ჩვენი სტუმრები ბრძანდებიან ბატონი სიმონ ჯანაშია, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობით, ასევე სწავლობდა ფრაიბურგის University of Freiburg and Münchenis Ludwig Maximilianis University München, გაიარა ჰარვარდის Graduate Schools of Education, ესე იგი მაგისტრატურა განათლების მიმართულებით და როგორც ყველამ კარგად იცის, მათ შორის ტელევიზიებიდან, პრესიდან, რომ ბატონი სიმონი არის ამ დარგის ერთ-ერთი საუკეთესო და თვალსაჩინო წარმომადგენელი. დიდი მადლობა ბატონო სიმონ მოგზაურობისათვის. დავუმატებ მაგისტრატურის მე კიდე სადოქტოროზე ვისწავლე. დიახ, ეს დოქტორის ბატონო. ასევე განათლებაში. რა თქმა უნდა, ესე იგი ბატონი სიმონი არის თვითონ ცნობილი პიროვნება და ახლა კიდევ უფრო დიდი მეცნიერი შვილიშვილი. მადლობა მოგზაურობისათვის. ბატონი ალექსანდრე ესე იგი ბერაია არის დევნილი აფხაზეთიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პოლიტიკის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ბატონ ალექსანდრე. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ დრო გვაქვს იმ საკითხებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქართული და არა მარტო ქართული საზოგადოებისათვის, ზოგადად მთლიანად საქართველოსათვის და ვეცდებით შენებით დაგვარად ბატონო სიმონთან ერთად, ბატონო ალექსანდრესთან ერთად გარკვეულწილად იმ გამოწვევებს, რომელიც მოდის კონცეფციის ავტორებიდან, რომ გარკვეულწილად უპასუხოთ. მოგესწრებათ, რომ 12 თებერვალს მიმდინარე წლის ბატონი გივი მიქანაძე გამოვიდა და დაასახელა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს მიღებები როგორც საბაკალავროზე და ასევე სამაგისტროზე. ისე საზოგადოება ცოტა გაუკვირდა სამაგისტროზე, ესე უსვათ უფრო ელოდა, რადგანაც მისაგებთან კავშირი აქვს საბაკალავროს, მაგრამ როგორც იწვიან, ერთად ეს წარმოადგენეს და თუ განვიხილავთ მათ მიერ წარმოდგენილ საბოლოო მათ მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებას, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და ბატონ სიმონ ისინი გულისხმობენ ერთ სპეციალობას, ერთ-ერთ გადაცემაში მახსოვს ბატონი გივი საუბრობდა მიღება გვექნებაო დისციპლინაზე. ასე თქვა და ახლა მე და თქვენ უნივერსიტეტში მე სტაჟი მაქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის 42 წელი, ილიას უნივერსიტეტში 6 წელი, თსუ-ში 5 და ასე შემდეგ და რა არის სპეციალობა, ფაკულტეტი და დისციპლინა კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, მარტივი პირდაპირ შესწავლა იმისა, რაც იყო წარმოდგენილი, უცბად დარღვევები ნახები პირადად, მაგალითად. პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი იგულისხმება სპეციალობა თბილისში არის დარღვეული. მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდა მიღება კომპიუტერულ მეცნიერებებზე თსუ 200 ადგილი, პარალელურად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკაზე, ახლა შინაარსობრივად ერთდაიგივე ფაქტურად. დარღვევა, სამწუხარო დარღვევა ორ ჩვენ ვისაუბრეთ ალბათ ყველაზე დაჩეხილ უნივერსიტეტში, ილია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაგალითად, ესე იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არის მიღება ესე იგი პროგრამებზე მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქართული ფილოლოგია, ისტორია, ხოლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამის გარდა არის კიდე მიღება კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე, ქიმიაზე, გეოგრაფია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია, მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით. ანუ ერთ ქალაქში ერთი პრინციპი 5 სპეციალობაზე, რომელიც იდენტურია, როგორც იტყვიან, კონგრუენტულია, ირღვევა თბილისში.
და ასევე მაგისტრატურაში თბილისში საინჟინრო ფიზიკა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გამყრელი ფიზიკა შინაარსობრივად ერთი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგალითად შედარებისთვის 25 წელს მიღება იყო 1087 შეივსო დაახლოებით 800-მდე წელს თავაზობენ მიღებას 380 ადგილზე. ბატონო სიმონ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეისთვის არსებობს 10 სადოქტორო პროგრამა, 24 საბაკალავრო და 18 სამაგისტრო. ამ 24 საბაკალავრო და 18 სამაგისტრო, რომელიც გაიარეს აკრედიტაცია, არც ერთ პროგრამაზე მიღება არ არის. ამის ფონზე გთავაზობენ და გამოაცხადეს მიღება სადოქტორო პროგრამაზე შუა სწავლო წელს, რომ მე თქვან რომ ხო ხედავთ კაცო სადოქტორო პროგრამაზე ცოტა მოვიდა, არავინ არ მოვიდა და ესე იგი ჩვენი გადაწყვეტილება რომ მიღება არ იყოსო სამაგისტრო პროგრამაზე იყოს სწორიო, ითქვია. ნუ ეს ჩვეულებრივ ის. ასევე თქვენი მონაცემები მე ავიღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტთა რაოდენობა 92% შემცირდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამების შედარებით 25 წლიდან 100%-ით არის შემცირებული, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიაზე 40%. ასევე ბატონო სიმონ მე თქვენ პირველ შეკითხვაზე გაშლით, მაგრამ ბატონი პროფესორი ირაკლი კობახიძე ბრძანებს, რომ ადრეო სამართლის სპეციალობაზე აბარებდაო წელიწადში 3600 იგულისხმება როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე რა თქმა უნდა კერძო უნივერსიტეტებში. ამთავრებდაო 200-ო, საჭირო არისო 700-ო და ნუ ეს არ ვარგავ. მაგრამ იმავე წელს, აი რაც მათი მიიღება მათი კონცეფციით. დავიმახსოვრე 700 არისო საჭირო. აბარებს ბაკალავრიატი თსუ 1130, ქუთაისი წერეთელი 150, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 120, ერთად გამოდის საბაკალავროს უკვე 1400. მაგისტრატურა თსუ 170, წერეთელი 22, ქუთაისის უნივერსიტეტი და ბათუმი 18, ერთად 210. 1400, 210, 1610. შესაბამისად დაუშვათ რომ იქიდან დაამთავრა 1000-მა მაინც, ახლა თუ გათვლა არის რომ ის 1610-დან ვერავინ ვერ დაამთავროს, სხვა საკითხი, მაგრამ დაამთავრა 1000-მა. მოთხოვნა არისო 700. ესე იგი უკვე მათივე დღევანდელი აგრძელებენ როგორც ისინი ლაპარაკობენ უმუშევრად და კოგორდას. ახლა პირველი შეკითხვა ბატონო სიმონ, თქვენის აზრით საიდან მოვიდა პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ალბათ გულისხმობენ მაინც სპეციალობას, რამდენად სწორია აპელირება ევროპულ გამოცდილებაზე, მაგალითად გერმანიაზე, სადაც ნასწავლი არიან ესენი იურისტები და ასევე ესტონეთზე, რომ აი რა უნდაო ტალინის და ტარტუს უნივერსიტეტი, რომელიც თქვენ იცით პირველ ასეულშია სოფლიო რეიტინგში, ჩვენ მათ გამოცდილებას ვღებულობთ. აი თხოვთ რა იმაში. რო ახსნათ რას გვეუბნებიან და სინამდვილეში რას აკეთებენ. ანუ პირველი ამბობენ იმას, რომ ჩვენ უმაღლეს განათლებაში გადაწყვეტილება უნდა ჩვენთან ჯერ პირველ რიგში სახელმწიფო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენი ადამიანი უნდა აბარებდეს თითოეულ სპეციალობაზე და პროგრამაზე. ეს რამდენად მართებულია, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. მეორე არის რის მიხედვით უნდათ რომ გააწყვიტონ, რამდენი ადამიანი ჩააბარებს, აქ ამბობენ ორ რაღაცას. ერთი რომ შეისწავლეს სამუშაო ბაზარი, ან დასაქმების ბაზარი და დასაქმების ბაზარი თითქოს კარნახობს რაღაც რაოდენობებს, რამდენი სპეციალისტი დაჭირდება შემდეგი 5 წლის განმავლობაში. და მეორე რასაც ეყნობიან არის თითქოს ტრადიცია ამ უნივერსიტეტების, ოღონდ ტრადიციაში გულისხმობენ იმ მდგომარეობას, რომელშიც ეს უნივერსიტეტები იყვნენ იქამდე სანამ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი. ეხლა ნახოთ ეს სამ დასაქმების ბაზარი მართლა განსაზღვრავს თუ არა იმას, რასაც ისინი ამბობენ. ანუ ეხლა თქვენ ერთი მონაცემი მოიყვანეთ, რომ აქამდე იურისტებს ითხოვდა მხოლოდ 700 და ბევრად მეც აწარმოებდა, ასე ვთქვათ, უმაღლესი განათლების სისტემა და ამიტომ უნდა შემცირდეს რაოდენობები.
ეხლა ვნახოთ სხვა სპეციალობებზე რა თქვეს. სხვა სპეციალობებზე რო შეხედეს, ნახეს რომ აი მაგალითად ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით თქვეს რომ ესე იგი მოთხოვნა იმდენივეა, რამდენის გამოშვება უნივერსიტეტებში. ანუ თანხმედრა არის. ანუ მეც კი არ უშვებს, მაგრამ თქვენ რომ მაინც უნდა შევამციროთ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მეტი არ არის გამოშვება ვიდრე საჭიროა, მაინც ვამცირებთ ამას, ოღონდ იქ სხვა მიზეზი მოიფიქრეს, თქვენ რომ ჩვენ ხარისხი არ მოგვწონს და ეხლა შევამციროთ ეს რაოდენობა. კარგი, მესამე ვარიანტი ვნახოთ, ანუ სამართალში ზედმეტი გამოშვება იყო, ბიზნესში არ იყო ზედმეტი გამოშვება. და მაგალითად განათლებაში მათივე კვლევა, ასე თვითონ კვლევას ეძახიან, ეუბნება რომ გჭირდება სამუშაო ბაზარზე ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე უნივერსიტეტები უშვებს. რა გააკეთეს ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაშიც გააუქმეს განათლების პროგრამები. ანუ იმ შემთხვევაში, როცა მეტი ხალხია, მეტ ხალხს უშვებს უნივერსიტეტები, იმ შემთხვევაში, როცა ნაკლებ ხალხს უშვებს უნივერსიტეტები და იმ შემთხვევაშიც, როცა ზუსტად იმდენს უშვებს, რამდენსაც ითხოვს დასაქმების ბაზარი, ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დააკლეს პროგრამები და დააკლეს რაოდენობა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის გადაჭრის გზები არ შეესაბამება იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი წარმოგიდგენენ როგორც პრობლემებს. ანუ გამოდის, რომ მათი მიზანი არის, რომ უბრალოდ შეამცირონ ადგილები, მიუხედავად იმისა, ეს უნივერსიტეტები რას აკეთებს. ანუ მოთხოვნას აჭარბებენ, მოთხოვნას ჩამორჩებიან, მოთხოვნას ასრულებენ თუ არა, მაინც ამცირებენ ამ რაოდენობას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია მარტივად ვივარაუდოთ, რომ მათი მიზანი არის უბრალოდ ამ ადგილების შემცირება და არა სამუშაო ბაზართან დამხვედრის გაზრდა. ხა რატომ უნდათ ამ ადგილების შემცირება, ეს კითხვა შეგვიძლია დავსვათ. ხო, აქ მოიშველიებენ ხანდახან აი ამ რაღაცა არგუმენტებს, რომ სადღაც უცხოეთში არის ევროპაში, გერმანიაში, სიამოვნებაში არ არის ეს ასე, მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს უმაღლესი განათლება. იმიტომ რომ უმაღლესი განათლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ დასაქმდეს ადამიანი, არამედ იმისთვის, რომ რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოს, მათ შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც. ანუ რაც უფრო მეტი განათლება აქვს ადამიანს, ასევე უკეთესად ვითარდება ეკონომიკაც. აი მაგალითად გერმანიის განვითარება, აი გერმანია ახლა მოყავთ მაგალითად მოთ გერმანიაზე ვისაუბროთ. მეორე მსოფლიო ომის მერე დააკვირდა დასავლეთი იმას, რომ ერთი და იგივე ჰუმანიტარული თუ ფინანსური დახმარების ფარგლებში, მაგალითად დასავლეთ გერმანია და სხვა ქვეყნები, რომლებიც ასევე იყვნენ დაზარალებული მეორე მსოფლიო ომის მერე, ან იყვნენ განვითარებადი ქვეყნები, სხვადასხვა ტემპით ვითარდებოდნენ. ანუ ნახეს ის, რომ გერმანია გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე მაგალითად რაღაცა ზოგიერთი აფრიკული ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი ფინანსური დახმარება ჰქონდა ორივე ამ ქვეყანას. და რო დაიწყეს კვლევა რა იწვევს ამას, აღმოჩნეს, რომ აქ არის გადამწყვეტი მნიშვნელობა განათლებას. რასაც მე ეძახიან ამ რაღაც ადამიანური კაპიტალის თეორიას, რომ ადამიანური კაპიტალი არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც არის მაგალითად ფინანსური კაპიტალი, როგორც არის მაგალითად სამუშაო ძალების კაპიტალი და ასე შემდეგ, ხო? და ჩვენთან ახლა ესენი რაც წამობენ არის ის, რომ რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება განათლება, მით უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის და ვერ ექნება უკეთესი, იმიტომ რომ ეკონომიკის შეფერხებას უწყობთ ხელს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანია, ის არამხოლოდ განათლებული, არამხოლოდ საქმდება უკვე არსებულ დასაქმების ადგილებზე, რაც გამოიკვლიეს, არამედ თვითონ ქმნის დასაქმების ადგილებს, ან თვითონ შეუძლია შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ასევე ქმნის ისეთ ცოდნას, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს აუცილებელი, რომ გამოგადგეს დღეს, მაგრამ გამოგადგება ხოლმე. მაგალითად, ისტორიკოსი შეიძლება არ ქმნიდეს რაღაცა ეკონომიკური განვითარებისთვის რაღაცა მნიშვნელოვან რაღაც აი მაგალითად ქარხანაში არ მუშაობს და რაღაცას იმას არ ქმნის, მაგრამ ქმნის ისეთ ცოდნას, რაც მნიშვნელოვანია ერის განვითარებისთვის, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის, რა ვიცი, მოქალაქეობრივი ღირებულებების დანერგვისთვის, განვითარებისთვის და გავრცელებისთვის, ხო? და ამას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. ანუ მოქალაქეობა, ადამიანის მისწრაფებები რა არის, მოქალაქეები რაში გჭირდება, ეს საერთოდ არ აინტერესებს. ამიტომაც მაგალითად მარტივი ხდება, რომ მაგალითად ახალციხის უნივერსიტეტს, ან სამცხე-ჯავახეთის, ან აფხაზეთის უნივერსიტეტს, ხო, სოხუმის უნივერსიტეტს გაუქმო ისტორიის პროგრამა, ან არქეოლოგიის პროგრამა და თქვა, რომ ხო, აი ვერ დასაქმდებიან, რა თქმა ეს ხო. ვინ უნდა გამოიკვლიოს აფხაზეთის ისტორია, ინჟინერებმა, რა ვიცი, იურისტებმა, ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრებმა თუ სხვებმა, ხო? აგრონომებს გაგიქნებათ სოფისმენებს, ანუ სადღაც მიდივართ ახლა ალბათ როგორც ჩანს სუბტროპიკული ინსტიტუტის ხო რაღაცა მოდელისკენ, როცა
რა ვიცი, საიდანაც დაიწყო რეალურად იქ უაღრესი განათლების განვითარება, მაგრამ რაც იქ დაბრუნებას აზრი არ აქვს. მაშინ დაუბრუნდეთ მართლა ხრუშჩოვის პერიოდს და მე სტალინის პერიოდს მანამდე და ასე შემდეგ. არ მგონი იმისთვის კარგი იყოს. მადლობა. ბატონო სიმონ, თქვენ კარგად იცით, რომ გიტლერთან ერთად იაპონიამ წააგო მეორე მსოფლიო ომი. პირველი რაც გააკეთა ამ დიდი კულტურის და იმის ისტორიის ერმა იაპონელებმა თავის ბიუჯეტის 54% ჩადო მეცნიერება განათლებაში გარკვეული წლების განმავლობაში და იმად განსაზღვრეს რომ მომავალში ვერ დიდ, ვერც პატარა, ვერც საშუალო ომს ვთქვათ იმპერიებს ვერ მოუგებენ და ჩადეს მეცნიერება განათლებაში, ბევრი უნივერსიტეტი მართლაც შექმნეს, ქალაქგარეთ გაიტანეს, პირობები შეუქმნეს და იცით რომ იაპონია ეკონომიკური თვალსაზრისით მთლიანი შიდა პროდუქტის მესამე ადგილზე არის. გერმანია ახლოს, მაგრამ ძალიან დიდი ის არის. ამიტომ ბუნებრივია რომ თავარი კაპიტალი ეგ უნდა იყოს, რადგანაც მით უმეტეს ჩვენ გვაქვს გარკვეული ისტორიული სკოლები მათემატიკაში, ფიზიოლოგიაში, უზნაძე განწყობის თეორია და სხვა საკითხებში. ამიტომ ეს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს ჯერ რა თქმა უნდა ეკონომიკური თვალსაზრისით ვთქვათ, წიაღსეული ისინი შეიძლება ბევრი არ ქონდეს, თუმცა წყალი ბევრი რაღაცა და ამ შემდეგ არის, მაგრამ თავარი კაპიტალი, პოტენციური შესაძლებლობა, ეს არის ინტელექტი, რომლის განვითარება ჭირდება და არა მოხშობა. მადლობა. ბატონო ალექსანდრე, აი თქვენთან ესეთი შეკითხვა მაქვს, სად და რა პირობებში დაამთავრეს სკოლა? კლასიკური შეკითხვაა. დიახ, რატომ გადაწყვიტეთ რომ უმაღლესში სწავლა გაგიგრძელებინათ არა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ну ეგრეთ წოდებულ სოხუმში. არამედ თბილისში, ილიას უნივერსიტეტში და სანამ ამას ვიტყვი, მე მაინც უნდა ვთქვა ბატონ სიმონ, რომ მე რადგანაც შედარება მქონდეთ, ახლა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჩემი კოლეგა, მის კათედრაზე მუშაობდი გაყოფამდე 99 წლამდე, საკმაოდ ცნობილი მეცნიერი ალეკო გვარამია და მართლა საკმაოდ მაღალი დონის არის მენეჯმენტის სპეციალისტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და შედარებისთვის ბატონო სიმონ, ჩვენ ახლა დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისში არის ჯერჯერობით 5 ფაკულტეტი. პერსპექტივაში უნდა 2 ფაკულტეტამდე დაიყვანონ პედაგოგიკა და აგრო რაღაცა ინჟინერია. და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის 10 ფაკულტეტი, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 4 კათედრა, მათემატიკური ანალიზის გამოკვლევით, მათემატიკის ინფორმაციის, ზოგადი ფიზიკის, გამოკვლევით ფიზიკის, მეორე ფაკულტეტი ბიოლოგიის და ბიომედიცინის, 4 კათედრა, მესამე ფაკულტეტი ბატონო სიმონ, აი ისტორიის ფაკულტეტი, ცალკე. ესე იგი აქ არის ბევრი კათედრა აფხაზეთის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, რუსეთისა და უცხო ქვეყნების ისტორიის და საერთაშორისო ურთიერთობების, მეოთხე ფაკულტეტი ფილოლოგიის, 9 კათედრა, მეხუთე ფაკულტეტი იურიდიული ცალკეა, 4 კათედრა, ეკონომიკის ცალკე 6 კათედრა, პედაგოგიკის რა თქმა უნდა ცალკეა, 3 კათედრა, აგროინჟინერიის კი ბატონო იქაც არის 5 კათედრა, ხელოვნების ფაკულტეტი დააკვირდით ბატონ სიმონ და მეათე არის გეოგრაფიის და ტურიზმის ფაკულტეტი. ახლა მე ბატონ ალექსანდრეს ის კითხვა დავუსვი, რომ აი რატომ ჯერ სკოლაზე მოყვება და როგორ ასწავლეთ ქართული ამ შემდეგ და რატომ ესე იგი იმ პირობებში, რა პირობებში ასე მე ვიცი და ურთიერთობა გვაქვს, რომ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ყველა ქართველის განსაკუთრებით გალში არის მოწოდება მობრძანდით, უფასო ჩაირიცხებით ცხადი ამ შემდეგ. ეგრეთ წოდებული სახელმწიფო უნივერსიტეტი. და თქვენ ესე იგი მოაშურეთ თბილისს ამ შემთხვევაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხო? პირველ რიგში მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მოგესალმებით ყველას. ну რაც შეეხება ახლა ეს მგონი ცალსახაა რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც და მაინც პერსპექტივა არ გქონდა არანაირი და ნაკლები პერსპექტივა გქონდა. რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მე მანდ შემთხვევით მოვხდი და სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემი მასწავლებელი რჩევა იყო, რომელიც ქართულს მასწავლიდა იქ ჩუმად, მის რჩევა იყო, რომ ეს გაშალე ძალიან თხოვდი, იმიტომ რომ ხალხმა ბევრმა არ იცის რა პირობებში უხდება ქართველებს, ესე იგი გალის სამურზაყანოში, გალის რაიონში ქართული სწავლა, როცა სკოლებიდან უკვე ამოიღეს, აუკვირდით ამხელა დონის აპარტეიდია 21 საუკუნეში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქართველებს უფლება არ აქვს მშობლიურ ენაზე
მიიღონ დაწყებითი და საშუალო განათლება. ნუ ეხლა დღესდღეობით მე არ ვიცი რა მდგომარეობაა გალში, ზოგადად სამურზაყანოში, ოქუმში თუნდაც ჩემსობლიურ სოფელში ან თუნდაც სოხუმში, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ რომ მე უკვე 3 წელზე მეტია რაც კონტროლებად ტერიტორიაზე ვარ და არც ერთხელ არ მქონია იმის ბედნიერება, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, რომ დაუბრუნებულიყავი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოკლედ, რაც შეეხება და ჩვენს სწავლას, ნუ სასაუბრო ქართული ალბათ უფრო სახლიდან ახლა მეგრულად ვსაუბრობდით და დედაჩემი მესაუბრებოდა ქართულად და ქართულიც ვიცოდი ასე თუ ისე. მე წერა-კითხვასაც ასე თუ ისე დედა მასწავლიდან ბავშვობიდან, მაგრამ მე უკვე სკოლაშიც პირველი რამდენიმე წელი 1-2 წელი იყო, ისიც ჩუმად იყო სკოლაში ქართულის სწავლა და ამის შემდგომ უკვე როდესაც უკვე ჯერ ერთი ეს ცალსახა იყო ისედაც და სულ გადაწყვეტილი იყო რომ მე სოხუმში არ ვისწავლიდი, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო სხვათა შორის და მოწოდებები მქონდა და გქონდა სულ ჩვენს სკოლაში მოდიოდნენ ვიღაცები, მოდიოდნენ ეგრეთ წოდებული უშიშროების სამსახურიდან служба государственной безопасности Абхазии СРК СГБ Республики Абхазия СРК მახსოვს და იქიდან მოდიოდნენ რომ მოწოდებები იყო რომ აი არ გინდათ საქართველოში სწავლა, თქვენ უნდა ისწავლოთ აფხაზეთში, უნდა გამოადგეთ დამოუკიდებელ აფხაზეთს, ამ კონტექსტში იყო ეს ყველაფერი. მაგრამ როდესაც უკვე ცხადი გავხადე რომ არა, გამორიცხულია მე აქ ვერ ვისწავლი და უნდა ვისწავლო თბილისში ან თუნდაც ზუგდიდში, მაშინ უკვე მივხვდით რომ გვჭირდებოდა საბაზისო ქართულის ცოდნა იმ დონეზე რომ მაგალითად უკვე უნივერსიტეტში აღარ გამჭირდებოდა ქართულად სწავლა. ხო და როდესაც საქმეზე მიდგა, აღმოვაჩინე რომ ძალიან დიდხანს ქართულად არ წამიკითხავს, ძალიან დიდხანს ქართულად კომუნიკაცია არ მქონია და უკვე ძალიან მიჭირდა. იმიტომ რომ ჩემდა სამწუხაროდ ყველაფერი რუსულად იყო, YouTube-შიც კი ვიდეოებს რუსულად ვუყურებდი ხოლმე და ასე შემდეგ და ყველანაირი ფორი რუსულად მქონდა. მე უკვე როდესაც ამ ქალბატონთან დავიწყეთ სიარული, ჩუმად გვასწავლიდა ქართულს, დავდიოდით იყო მომენტები, როდესაც დავდიოდით დილით, გათენებამდე, რომ ვიღაცას არ ვენახეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იქ სხვა შორის ერთი ასეთი ფაქტი მოხდა 2021 წელს თუ არ ვცდები, თუ ზუსტად მახსოვს. რაღაცა სკოლაში გაალაგებდნენ რაღაცებს, ახლა არაფერ უნდა ვიტყვი. სკოლას ალაგებდნენ რაღაცები იყო და ამ დროს შემთხვევით ვიპოვე საქართველოს შინდისფერი დროშა. ეტყობა ვიღაცამ დამალა, არ ვიცი, მაგრამ იმდენად კარგად იყო ეს დროშა დამალული, რომ რაღაც სრული შემთხვევითობით ვიპოვე. მე ეს დროშა მოვიტანე ჩემს მასწავლებელთან სახლში, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა და ასე იქ თუ რამე ქართულ ხელშესაჭიც პოულობდით, მოქონდა ამ ქალბატონთან და მე ეს ქალბატონი ინახავდა შეძლების დაგვარად და მე ნელ-ნელა კონტროლებად ტერიტორიაზე გადმოქონდა და როდესაც რომ დაუბრუნდებით, მე იქ მუზეუმი უნდა გაიხსნას, ასეთი გეგმა გვაქვს. ხო და რა ვიცი, ეს თემა რომ გავშალოთ, ანუ ბატონ თემურეს იმდენად დიდი თემაა და იმდენი რაღაცა მაქვს მოსაყოლი და იმდენად ემოციური თემაც არის ამავდროულად. რომ მართლა დრო არ გვეყოფა უბრალოდ, მაგრამ რამდენიმე ფაქტსაც მოვიყვან, იყო წიგნების დამალვა, იყო მაგალითად მოვდიოდით ამ ქალბატონის სახლიდან, სახლში თქვენ შეგნებულად გვარს არ ვასაკელეთ იმ გმირი ქალბატონის და ასევე ბევრია ესეთი გმირი ქალბატონი, ცნობილი მიზეზების გამო და წინასწარ ყველა ასეთ ქალბატონ მამაკაც ზოგიერთ ჩემი სტუდენტის იქ მუშაობს. დიდ მადლობას მოგავს. თქვენ ხართ ნაღდი გმირები საქართველოს. დღეს ის კონტროლებად ტერიტორიაზეა სამწუხაროდ მისი ამბავი უკვე სამწუხაროდ იქ სეპარატისტებისთვის უკვე ცნობილი გახდა და მისთვისაც როგორც ჩემთვის უკვე ძალიან სახიფათოა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა. ასევე მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს ქალბატონი შიგადაში გვასწავლიდა საქართველოს ისტორიასაც. იმიტომ რომ აფხაზეთის ისტორიას გვასწავლიდნენ, როგორ ან აფხაზეთის ისტორიას გვასწავლიდნენ, 18 საუკუნემდე მეტნაკლებად სწორი ისტორია იყო. 18 საუკუნის შემდეგ კი უკვე საქართველო არის წარმოჩენილი როგორც ოკუპანტი, როგორც აფხაზეთის დაუძინებელი მტერი. დასაბუთების სამეგრელო? ხო. იმიტომ რომ ოდიში, რომლის შემადგენლობაშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თითქმის მთელი აფხაზეთის ტერიტორია შედიოდა. ეს აფხაზებს ძალიან არ მოეწონებათ, ეხლა რასაც ვამბობ.
და ამ ყველაფრის შემდეგ საფრთხე რა თქმა უნდა ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ ვინმეს რო ეპოვა წიგნები თუნდაც ქართული, მით უმეტეს საქართველოს ისტორიის წიგნები, რომლებსაც კონტროლებად ტერიტორიაზე ვყიდულობდით და მე ჩუმად გადაგქონდა აფხაზეთში. აქ იყო ბატონ სიმონ აკრძალული, ბაბუა თქვენის და ჯავახიშვილის და იმის ბერძენიშვილის წიგნი ნაღდი ისტორია გახსოვთ? აკრძალული არ იყო ეს. აკრძალული არ იყო. არა, ნუ სკოლიდან მოიყო ხრუშოვმა. შეიცვალა უბრალოდ ყოველთვის იცვლებოდა წიგნები, მაგრამ ბერძენიშვილმა გააგრძელა მე იმის წერა. ანუ ის კი არ იყო. მაგრამ ის ცნობილი სამეულის წიგნი ეგ შეიცვალა, ესეც იყო. ან თვითონ სიცოცხლეშიც კი შეიცვალა რამდენჯერმე, რამდენიმე რედაქცია იყო და მე ამ პერიოდულობით იცვლებოდა და მე შეიცვალა როგორც ყველა წიგნი იცვლებოდა. არა, აკრძალვა არ ყოფილა არა. შესაძლოა სიმონ ჯანაშიას წიგნებითაც იქ იყო, იმიტომ რომ აქედან ჩუმად გადაგქონდა და იყო და სხვათა შორის ხო, ნუ ეხლა თავი კი და სხვათა შორის რა მინდა, აი თქვენ მასწავლებელი რომ გირჩევდა ილიაში რით იყო თქვენისაც განპირობებული რომ ილია არის ოაზისი დაუშვა თავისუფალი კრიტიკული აზრით და შემდეგ აი რით იყო მაინც ილია და არა თქვა სოხუმის პირობითად მისი არგუმენტაცია იყო ესეთი რომ განაცხადებს სხვა შორის მე პირველად მინდა სოხუმის უნივერსიტეტში ჩამბარებ თავიდან ჩემი ინიციატივა იყო სოხუმის უნივერსიტეტში ჩამბარებინა იმიტომ რომ ცოტა ისეთი შიშის ფაქტორი მქონდა იმიტომ რომ ეხლა სოხუმელები მაინც ჩვენერი ფსიქოლოგიის ხალხი არიან ამას ვაკვირდებოდი და ესეთი ის მქონდა რომ იქ ვერ გავუგებ რა თბილისელებს რაღაცნაირი სხვანაირები არიან თბილისელები ჩვენ სხვანაირები ვართ და ასეთი მიდგომა მქონდა მაგრამ აქ არ მინდა საზოგადოება შესწრომაში შევიყვანო იმიტომ რომ სანამ უკვე საბოლოო სკოლას დავამთავრებ და გადმოვიდოდი აქეთ მანამდე ხშირად დავდიოდი ხოლმე კონტროლებად ტერიტორიაზე თბილისშიც ვიყავი რამდენიმეჯერ ნამყოფი და მისი არგუმენტი იყო ეს რომ სწავლის ხარისხი და დონი ილიაში ბევრად უფრო მაღალიაო, ამით შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის, მეგობრებო. ვიდრე CSU-შიო. მაგალითად. ხო, მაგალითად. ხალხები. ხო და ამან განაპირობა ჩემი იქ ჩაბარება, ასე ვთქვათ. ასევე ცოტა პიროვნული ფაქტორიც იყო ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ მინდოდა რომ რაღაცნაირად იქაურ რაღაცნაირ რეალობას გამოვქცევდი, რაღაც სხვა რეალობაში აღმოჩენილიყავი, იმიტომ რომ იმდენად მოსაბეზრებელი იყო უკვე იქ ეს ყველაფერი, რომ აი რა ვიცი, ყველანაირი დისკრიმინაცია მიდიოდა ქართული ენის მეგრულისაც მათ შორის. აი ეს საინტერესოა, როგორც წესი მეგრულ ενას ლაპარაკი მეგრულზე არ სოხუმში გძალავენ. ქართული კი არა, იქ იყო მომენტები, როდესაც მაგალითად სკოლაში გვეუბნებოდნენ, რომ აი სასურველია რომ რუსულად ისაუბროთ. ანუ რა თქმა უნდა. გაეროს ენაზე ისაუბრა. ხო, აი რაღაცა ისეთი და ეს ძალიან დიდ პროტესტს იწვევდა ჩემში, მართლა ძალიან დიდ პროტესტს იწვევდა. მე უკრაინის ომის დაწყების შემდგომ მე თვითონ მაგ უკრაინული იდენტობა ასე თუ ისე წინაპრები უკრაინელები იყვნენ ბებია ჩემის მხრიდან. და უკრაინის ომის დაწყების შემდგომ უკვე ჩემში ძალიან იფეთქა ამ ანტირუსულმა განწყობებმა და უკვე იმ დონეზე ვიყავი მისული, რომ აი სკოლაში გაჩერება იყო ცოტა ჩემთვის პრობლემური იყო და სულ აი მასწავლებლებისთვის პრობლემა არ შემექმნა, ან ვინმესთვის პრობლემა რო არ შემექმნა, სულ ვცდილობდი რომ ცოტა ისე ყოფილიყავი. მაგრამ სოციალურ ქსელებში სკოლაში ნაკლებად ვაქტიურობდი ამ ხრივ, მაგრამ სოციალურ ქსელებში ვაქტიურობდი ძალიან და ღია მხარდაჭერას გამოვხატავდი უკრაინის მიმართ, რაც შემდგომ ასე თუ ისე პრობლემებში გადაიზარდა. თორემ ამას პირდაპირ უკვე ეგრეთ წოდებული SGB აღარ აკონტროლებდა, ამას უკვე პირდაპირ რუსული FSB აკონტროლებდა იქ და ამიტომ იყო ეს ჩვენთვის ამდენად საფრთხე. ესე იგი გააზრებულად შემოხვედით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი მომენტის გამო პირველი სწავლების დონე და მეორე რა თქმა უნდა ოაზისი თავისუფლება. და არ ველოდი მართლა ამდენად ხარისხიან, მართლა არ ველოდი ამდენად ხარისხიან სწავლას. პირველი 2 წელი იმდენად ვერ გამოვიყენე, რამდენადაც მინდოდა, იმიტომ რომ ჩემი პირადი პრობლემები მქონდა რაღაცები და ეგენი უნდა მომეგვარებინა ჯანმრთელობის პრობლემები მათ შორის და სხვაები. მაგრამ ახლა უკვე ვეცდები მაქსიმალურად, რომ ბოლომდე გამოვიყენო ილიანის აი ეს მართლა ძალიან მაგარი შესაძლებლობა და რაც შეეხება ჟარგონულად ვიტყვი ჩვენს გაშავებას, როგორც გაშავებენ ხოლმე და რა არგუმენტებიც აქვს ჩვენს მიმართ, მეგობრებო, ეს ყველაფერი სრული აბსურდია და ძალიან ალოგიკურია, უბრალოდ რასაც საუბრობენ ჩვენზე, ამიტომ არ დაიჯეროთ ეს ყველაფერი. ჩვენ ამას კიდევ დავუბრუნდებით მეორე საკითხზე, რაც ეხება ილიას უნივერსიტეტს, მე 2006-დან 11 წლამდე მუშაობდი იქ ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში, ბაკალავრიატში სხვადასხვა პირველად მაშინ ბატონ სიმონ დაინერგა ისე რომ პირველ კურსზე ნუ მათემატიკოსი ვარ და ესე უმაღლეს მათემატიკას ესე იგი ისე იყო რომ
პირველ კურსზე ვინც მათემატიკურზე გადაწყვეტილია ქონდა მომავალში წავიდოდა ეკონომიკურზე და იურიდიულზე ყველას ვასწავლიდით მათემატიკას ეს ცოტა ის იყო ასე მაგისტრატურაში და მინდა გითხრათ რომ ყოველ შემთხვევაში ჩემის აზრით მე ხა მოქმედი მეცნიერი ვარ შეგვიძლია ჩემი გვარი აკრიფო Google-ში შოლარსო და ნახავენ ჩემის აზრით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო 20 წლის განმავლობაში სამეცნიერო ხაზით ძალიან გაიზარდა ჩემის აზრით ბატონო სიმონ, რამდენად დამაჯერებელია განათლების ბიუჯეტის ფაქტიურად არ გაზრდის პირობებში იმის ფონზე, რომ 2025 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 21538 აბიტურიენტი ჩაირიცხა, საიდანაც სრულად დაფინანსდა ალბათ 1000-ზე ნაკლები და სულ 100%-იანი გრანტი ხო 1000 გაიცა და ნაწილი ხო კერძოში წავიდა შარშან, ესე იგი 1000-ზე ნაკლები. 3-4000 ნაწილობრივი გრანტი და 26 წელს თუ გამოცხადებულ 21300 ადგილზე სრულად ან თუნდაც 20000 მაინც მოვიდეს მაშინ თანხების საიდან მიემართება ამ რაოდენობის სრული დასაფინანსებლება? აი თქვენი აზრი მაინტერესებს. ელემენტარული აქ არ უნდა უმაღლესი მათემატიკა ან თქვა ისა, აქ უნდა არითმეტიკა მე-4-მე-5 კლასის ჩართვა. ხო, შარშან დაახლოებით 10000 ადამიანი დაფინანსდა, ოღონდ ნაწილი დაფინანსდა პროგრამულად, ანუ ის ფაკულტეტები დაფინანსდა, რომელიც ეგრეთ წოდებული უფასო ფაკულტეტების რიცხვში იყო. და წელს გვეუბნებიან, რომ იგივე ფულით, რაც 10000 დააფინანსეს და ისიც არასრულად დააფინანსებენ 21000. ხო და ნუ აქ უნდა დავსვათ კითხვა, სად გვატყუებთ? თუ იგივე ფული აქვთ, ერთი საშიშროება არის, რომ უნივერსიტეტებს მიცემენ ნაკლებ ფულს თითოეული სტუდენტის დასაფინანსებლად. ან შეიძლება გაანახევრონ და თქვენ რომ არა 2250 ლარს აძლევენ თითოეულ სტუდენტზე, არამედ სიტყვაზე 1125 ზუსტად თუ გავყოფთ. მეორე საშიშროება არის, რომ ეხლა ეს ადგილები ისე გაანაწილეს, რომ 21000 კი გამოვიდეს, მაგრამ სინამდვილეში არ ჩააბარებინონ ამდენ ადამიანს, ან თვითონ არ მოუნდეს იმდენ ადამიანს ჩააბარება, რამდენი ადგილიც არის. იმიტომ რომ ადგილები, მაგალითად, შარშან ზოგიერთ მიმართულებაზე გამოიყოფოდა ხოლმე პირველი კურსის დამთავრების შემდეგ. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასირიოლოგიაზე ძველ ისტორიიდან გადადიოდნენ და წინასწარ ადგილები არც იყო ცნობილი, რამდენი იქნებოდა. შეიძლება ეს ყოფილიყო 2 ადამიანი, 3 ადამიანი. ეხლა 10 ადგილია გამოყოფილი. ეხლა მაგალითად შეიძლება. დიდი ალბათობით არ შეიძლება თუ, რა ვიცი, იმისი ალბათობაც არის, რომ აბიტურიენტებმა შეიძლება საერთოდ არ იცოდნენ სადაბარებენ და მაინც ჩააბარებენ. მე გაიხსნა ახალი მიმართულებები, რომელიც ადგილს იკავებს, მაგრამ არ ვიცი საერთოდ ვინმე ჩააბარებს თუ არა, მაგალითად ასეთი არის ორი პროგრამა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ერთი არის ასტროლინგვისტიკის და ასტროარქეოლოგიის ცნობილი მეცნიერი. მათ შორის როგორც ლაპარაკობ მე ხა მათემატიკური მოდელირებით ვარ საერთაშორისო დონის მეცნიერი და მათ CV-ში იმ პიროვნებას ბატონი ალეკო ცინცაძეს უწერია მათ მოდელირებაში და ყველა საერთაშორისო კონფერენციაზე მე სექციის ხელმძღვანელი ვარ და მისი მოხსენება არ მინახია. ანუ ეს ასტროლინგვისტიკა მართლა არსებობს დასავლეთში, ოღონდ სწავლობს თეორიულ შესაძლებლობას ენის მოდელირების. რომ მაგალითად შექმნა უნივერსალური ენა, რომელსაც გაიგებდა უცხოპლანეტელი წკი. მაგრამ აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, აქ გვაქვს რაღაც ეზოტერულ სწავლებასთან საქმე, რომელიც სწავლობს როგორ იმოქმედა კოსმოსმა ქართულ დამწერლობაზე. რასაც მეცნიერება აშკარად ვერ გამოიკვლიოს, დღევანდელი შესაძლებლობები მეცნიერების უძლურია. მაგრამ ეს ადგილები უბრალოდ რისთვის ახსენე, ხო რომ კიდევ მსგავსი არის რაღაც იბერიაცოდნეობა. ესენი იკავებს ადგილებს, რომელსაც დიდი ალბათობით არ შეავსებს არავინ და სახელმწიფოს ექნება სათქმელად, რომ აი ჩვენ კი გამოვაცხადეთ, მაგრამ არ მოვიდა ხალხი და ამიტომაც იმდენ კი არ დაგვეზოგა ფული, რომ ჩვენ არ გვინდოდა რომ გადაგვეხადა, არამედ იმიტომ რომ ეს არაპოპულარული მიმართულებებია. ანუ ეს არის მათი ერთ-ერთი გზა და კიდევ ერთი საშიშროება, რაც მაგალითად ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, უნდა არ ვიცი, ანუ ის არ უყურებდა მას როგორც საშიშროებას, უყურებდა როგორც
არცი პოლიტიკას, რომელიც უნდა განახორციელოს, არის ის, რომ შეიძლება ზღვარი აწიონ საგამოცდო, იმისთვის, რომ ნაკლებმა ადამიანმა ჩააბაროს ვიდრე ადგილებია. რომ ადგილები ასევე არის. ისე ამ თემაზე მე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ მეც მაწუხებს ამ თემას. ამ გზით შეეცდებიან, რომ შეამცირონ მიღებულების რაოდენობა, იმისთვის, რომ ეყოთ ფული მოჭრანი სადაც დაჭერა. რაოდენობა მოარგონ ფულს. ხა რეალურად მთელი ეს განათლების პოლიტიკა ეხლა როგორც არის დაგეგმილი, იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს ამის გაკეთება, ასე არის დაგეგმილი, რომ ეკონომიკის სამინისტროს მისცეს დავალება, რომ ფული გაანაწილოს უნივერსიტეტებში, ეკონომიკის სამინისტროში არსებობს კონკრეტული ადამიანი, რომელიც დაждდა და უბრალოდ ესე დაჭერა პროგრამები და თქვა, რომ აქ 5 იქნება, იქ 20 იქნება და საერთო ჯამში გამოიყვანა ეს 21000 რაღაცნაირად გადანაწილებული. მაგრამ რომ ჩაიხედა ამ რაოდენობებში კარგად ჩანს, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არის ის, როგორ ფინანსდებოდა პროგრამები უნივერსიტეტებში. მაგალითად, თუ თქვა სოციოლოგიაზე სადღაც აბარებდა 30 ადამიანი, იმ 30 ადამიანის დაფინანსება ხდებოდა ბიზნეს ადმინისტრირებაში, რო აბარებდა 1500 ადამიანი. ანუ სუბსიდირება ხდებოდა უფრო პოპულარული ფაკულტეტების და შემოსავლებით. ხო, ყველგან აბსოლუტურად ეს მოდელი მუშაობდა. ეხლა ეს დიდი მიმართულები სადაც მოაჭრეს, იქ და პატარები დაუტოვეს, ეგ რეალურად ფული არ იქნება იმ მიმართულებას. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტს მაგისტრატურაში მისცეს 5 ადგილი განათლების ადმინისტრირების მიმართულებაზე. როცა იყო 50 ადგილი. როცა იქ არის 5 ადგილი და თუ დაფინანსება არის იმ 2250 ლარის იმას არ მომატებენ ერთ-ერთს. ეგ ნიშნავს იმას, რომ 11000 ლარი, 11000-ზე ცოტა მეტი ექნებათ დაფინანსება ამ პროგრამაში. და ეგ არ არის საკმარისი ერთი პროფესორის დასაფინანსებლად და იმ პროგრამაში წლის განმავლობაში ჭირდება მინიმუმ 5 კურსი მაინც, ხო? არჩევით კურსებს რო არ იყოს. ხო, იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს. ანუ რეალურად საერთოდ ეს გათვლილი არ არის. შესაძლებლობა ექნება თუ არა უნივერსიტეტებს ის პროგრამები განახორციელონ, რომელიც დაუტოვეს. რომელიც არ დაუტოვეს, ის კარგი ჩამოაჭრეს, მაგრამ რაც დაუტოვეს, იმასაც ვერ განახორციელებენ. და ეგ ცალკე პრობლემა შეიძლება გახდეს იმ სტუდენტებისთვის, ვინც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში. იმიტომ რომ თუ პროფესორების ხელფასებსაც ჩამოაჭრიან და ეს პროფესორები დაიწყებენ გადინებას და გასვლას მაგალითად კერძო უნივერსიტეტებში პროგრამების გადატანას, მე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის პროფესორი, რომლის კურსის მოსასმენათაც ჩააბარა ადამიანმა, ის პროფესორი აღარ ასწავლის ამ უნივერსიტეტში. ან პროგრამა ვეღარ დგება, იმიტომ რომ ერთი მიმართულება არის, მეორე არა და ესენი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ, ხო? აი თქვენ ამბობთ, რომ მაგალითად, დავით, ეკონომიკის მიმართულებას სჭირდება მათემატიკა და მათემატიკა თუ მოგაჭრეს და ეკონომიკა დააგიტოვოს, მაშინ შეუძლებელი არის, რომ ეკონომიკის სწავლება სრულფასოვნად განხორციელდეს. და ეს კარგად ჩანს, რომ არის მართვის მოდელი. ოღონდ მართვის მოდელი მარტო იმას კი არ გულისხმობს, რომ ფული უნდა გაანაწილონ ისე, როგორც მოსახერხებელი იქნება. ანუ მართვის მოდელი გულისხმობს იმას, რომ მეერე ამის განაწილების შემდეგ მერე იწყება მთავარი არის ის, რომ ეს უნივერსიტეტები უკვე იძულებულები ხდებიან, რომ ადმინისტრაცია, პროფესორები მივიდნენ სამინისტროში და თხოვონ ადგილების დამატებად. აი ამ თხოვნაში და ხოცნაში, აი მან ჩანს უკვე რეალური მიზანი ამ ხელისუფლების. ამ ხელისუფლებას სწორედ ეგ უნდა, რომ დაიმორჩილოს ეს ხალხი, ანუ მისცეს თავის მათთვის ლოიალურებს მეტი და იმას ვინც ეწინააღმდეგება იმას არა. აი თუ ესე იგი მოუყვებით ამბავს, როგორ შეინარჩუნა სამხატვრო აკადემიამ თავისი ადგილები. თავიდან სამხატვრო აკადემიას, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა, რომ ახლობლად 400 ადამიანზე ექნებოდა მიღება, გაუგზავნეს ადგილების განაწილება, სადაც მხოლოდ 82 ადგილი იყო განსაზღვრული. სადაც 5-ჯერ უნდა შემცირებული იყო მისაღები კონტინგენტი. ამის მერე ამ აკადემიამ დაიწყო აკადემიის ხელმძღვანელობამ დაიწყო ახლობლების ძებნა, რომლებიც იქნებოდნენ შუამავლები მათსა და პარტიას შორის. მას შემდეგ რაც იპოვა ეს ახლობელი, ჩააწყვეს საბოლოო ჯამში ის, რომ ადგილების რაოდენობა არ შემცირებულა. არც წლების რაოდენობა არ შემცირებულა, ანუ 3 წლიანი პროგრამებიც არ გადაიყვანეს, 4 წლიანი პროგრამები დაუტოვეს. და მსგავსი პროგრამა, მაგალითად, სხვა უნივერსიტეტში, ხო, იქ შეიძლება იყოს 3 წლიანი.
რომ მათ ვერ ჩააწყეს. ესეთი რაღაცები ხდება, ხო? მაგალითად, ღვთისმეტყველება საპატრიარქოს უნივერსიტეტში არის 4 წლიანი, რომელშიც როცა თეოლოგია, ვთქვათ, სხვა უნივერსიტეტში არის 3 წლიანი. ხო და რაზე არის დამოკიდებული, ხო? ვერ გაიგებს, გარდა იმისა, რომ ერთს მეტი წონა აქვს, ანუ მეტი პოლიტიკური წონა აქვს პარტიასთან ურთიერთობის დროს, ვიდრე მეორეს. და ეხლა უკვე ვხედავთ იმ ნიშნებს, რომ როგორ ხდება დამორჩილება. აი მაგალითად ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ჩამოაჩეს პროგრამა, ამ პროგრამის პროფესორებს რექტორი ეუბნება, რომ თქვენ ჯუმად იყავითო, მე ჩაგიწყობთო. და ეს პროფესორები მართლა ესე გულით ელოდებიან იმას, რომ რაღაცნაირად ეს რექტორი დაეხმარება. ხმას არ იღებენ. ნუ კი იღებენ, მაგრამ ეს ინდივიდუალურად, ანუ როგორც ფაკულტეტი, როგორც პროგრამა არ აპროტესტებენ. და საბოლოოში ეს არის ხო მიზანი არის რომ ყველა იყოს ჯუმად იმ იმედით რომ თუ ჯუმად იქნებიან რაღაცნაირად გადარჩებიან და მეგონი რომ ეს არის დამოუკიდებელი იმიტომ რომ ეს საბჭოთა კავშირის დროსაც და 90-იანებში იწვევდა შემდეგ ქცევას აი მაგალითად უნივერსიტეტში რომელსაც ეხლა გაუჩნდა ფინანსური პრობლემა შეიძლება მოვიდეს ადამიანი მთავრობიდან და უთხრას რომ მე მოგიტანთ ფულს, ოღონდ მე მივიღეთ პროფესორად. თან წავყან პროფესორად, რომ ბრიგადირი მიყო. ხო და ეს ამას თავისი ტერმინებიც კი ქონდა, ხო და თავისი შტატით მოვიდა ერთხელ, ხო ესეთი რაღაცა, მოდიოდა თავისი ფული, თავისი ადგილი, თან ჩააწყოს ამ მინისტრში. მაგალითად ესეთი შეიძლება ყოფილიყვნენ ბიუროკრატიიდან ახლა წამოსული ადამიანები, მაგალითად მინისტრის მოადგილე, რაღაც მინისტრი, პარტიის წევრი და ასე შემდეგ. ის მოდის თავის ფულით და ნელ-ნელა მე ეს პარტიის ლოიალისტები ანაცვლებენ ნამდვილ მეცნიერებს, ნამდვილ პროფესორებს და უნივერსიტეტი ხდება იმ რაღაცა ოპორტუნისტების და პარტიული მუშაკების ადგილი. და საბჭოთა კავშირში ეგ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომ უნივერსიტეტში უბრალოდ ის ვისაც პარტიასთან ახლოს ყოფნა უნდა და ის ძირითადად რჩებოდა უნივერსიტეტში, ვისაც უნდა მართლა მეცნიერული მუშაობა და არ უნდა რომ ყოფილიყო რაღაც ამ იდეოლოგიის საბჭოთა იდეოლოგიის სამსახურში, უფრო მიდიოდნენ კვლევით ინსტიტუტებში. იმიტომ რომ კვლევით ინსტიტუტში არ ჭირდებოდათ რაღაცა ლაპარაკი ამ პარტიის დიდებაზე და მშვენებაზე, მაშინ როცა უნივერსიტეტში აუცილებლად შემოწმებულები უნდა ყოფილიყვნენ, რომ სტუდენტებთან რამე ისეთი არ ეთქვათ, რაც ააღებებდა სტუდენტობას და აი რაღაც ეგეთი მოდელისკენ მიდივართ ახლა, რომ სამწუხაროდ, რომ პარტიის ერთგული ადამიანები დაწინაურდებიან ასეთ სისტემაში, ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან, ისინი განიდებდნენ. ფაქტურად სამხატვრო აკადემიის მაგალითზე უჩვენა, რომ სხვა კონსერვატორია, სხვაებია, სხვა თუნდაც გადარჩენ ტექნიკური უნივერსიტეტის ეგრე იყო, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ჩაგრავდნენ, ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგია იყო, რომ ქონდა ედიდებინა ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. სწორედ ასე მოიქცნენ. ესე იგი, ამ მოქმედებამ დაუტოვა მათ რაღაცა მიმართულებები, სხვა მიმართულებები რო წაართვეს, მაგალითად ბიზნესის სამართალი. ისინი აფინანსებდნენ და მათ ადრე, ხო? საინჟინრო მოდიოდა. ხო, მაგრამ ეხლა ხმას არ იღებს დანარჩენი ნაწილი, ანუ ეს თანაგრძნობაც გაქრა. თქვენს რა ვქენ ჩვენ გადავრჩით როგორც ინსტიტუცია და ეხლა თქვენ ხო. კონტას მიხედავთ. გასაგებია, მადლობა ბატონ სიმონ, ბატონ ალექსანდრე, რა სიტყვით, აი განსაკუთრებით ილიას და სოხუმის საგარეო უნივერსიტეტის სტუდენტების დამოკიდებულებას არეფორმის მიმართ, რამოდენიმე მიტინგი ჩატარდა, შემდეგ სტუდენტები აქტიურობენ, ცხადია ილიას უნივერსიტეტი და 17000 სტუდენტია და სოხუმის საგარეო უნივერსიტეტი გონი 3.5 ადრე ოთარ ჯორდანიას დროს და მე პრორექტორი ვიყავი, ჩვენ გვყავდა 7000 სტუდენტი, მაგრამ ახლა ამდენია შედარებით ცოტა და შესაბამისად აი ეს თქვენ მონაწილეობდით მიტინგებზე და როგორ შეაფასებდით სტუდენტის იმ პერიოდში ეს რეფორმა გაკეთა, ესეც მართვის სტილია, როცა შუალედი იყო, სწავლა იწყება 2 მარტს, ანუ გადაბარებები და ისინი ამ შემდეგ იყო და ეს იციან ახლა ეს სუფრერების კარგი ყავთ ეთობა ჩtildeოეთიდან და აი სტუდენტების აქტიურობა და ელოდებით თუ არა აქტიურობის გაზდას 2 მარტიდან. სიმართლე გითხრათ, ილიაუნზე გავამახვილე ყურადღებას, რომ ილიაუნში ჩვენთან აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს დეფორმა არის მიუღებელი და რაც შეეხება, არ დადაგებს ახლა სპეციალურად დაამთხვიეს, რომ ახლა ნაკლები სტუდენტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რომ ნაკლები აქტივობა ყოფილიყო, ალბათ და იცოდნენ, ისინი ელოდნენ ამ აქტივობას, რომ იქნებოდა აქტიური წინააღმდეგობა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს, სოხუმის უნივერსიტეტში პროტესტი არის და პროტესტი დიდია, არა მხოლოდ სტუდენტებში, არამედ ლექტორებშიც არის ეს პროტესტი.
მაგრამ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც როგორც სხვა უნივერსიტეტების არიან ადადაგებზე ისვენებენ ისინი და ჩამოსვლის შემდეგ უფრო მეტ აქტივობას ველოდებით რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის მეორე მხარიც, რომ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეიძლება ნაკლები ინფორმაცია ჰქონდეთ ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმასთან დაკავშირებით. ეს ერთი. მეორე სამწუხაროდ დევნილების აქტივობა არის ძალიან დაბალი, რაც ჩემს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწევს. სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ მე ველოდი რომ ყველაზე აქტიური მასა, რომელიც დაიცავდა საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და რომელიც დაიცავდა თავის უფლებებს პირველ რიგში, საკუთარ უფლებებს და შემდგომ უკვე სრულიად საქართველოს უფლებებს იქნებოდნენ დევნილები, მაგრამ მეგობრებო სამწუხაროდ ეს ასე არ აღმოჩნდა. და მინდა რომ პირდაპირ გითხრათ, რომ ყველაფერი არის ჩვენს ხელში, დევნილების ხელში, რომლებიც ძალიან დიდ როლს უნდა თამაშობდნენ იდეაში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გამყარებაში და მინდა პირდაპირ თქვა, რომ სოხუმის უნივერსიტეტის დაცვა დღეს უდრის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. განწყობები ცოტა ინფორმაცია არის უფრო მეტი მისაწოდებელი სოხუმის უნივერსიტეტისთვის. ილიაუნშიც შეიძლება იყოს ეს კამპანია ჩასატარებელი, მაგრამ ილიაუნში ბევრად უკეთესი მდგომარეობა არის ვიდრე სოხუმის უნივერსიტეტში. სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ალბათ სამწუხაროდ იმ მხრივ, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ ორივე და ანუ ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ და სამწუხაროდ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ნაკლებად აქტიურები არიან. შეიძლება ამას ის ფაქტორიც განაპირობებდეს, რომ მე ჩემზე მეტად ამას ვერ გაიგებს და ძალიან მესმის მართლა თუ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი. შეიძლება ის განაპირობებდეს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძლება სწავლობდეს ბევრი გალელი, რომელსაც დღესაც აქვს გალთან კავშირი, ასე ვთქვათ, და უწევს გადასვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ადამიანები ნაკლებად ჩაერთვებიან ამ ყველაფერში. მე ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელიც ღიად ვერ ერთვება ამ ყველაფერში და ერთვება დახურულად და იმ რამდენიმე ადამიანმა კიდევ უამრავი ადამიანი იცის, ასეთი რომლებიც მე პირადად არ ვიცი სამწუხაროდ. ხო და პირდაპირ მე მინდა ეხა დევნილებს, ილიაუნს ამდენი მიმართვა არ სჭირდება ჩვენთან ცოტა. ძალიან კარგად არის მართლა. თითქმის 100%-იანი. თითქმის 100%-იანი, კი. თავაზეც ვიტყვი ახსნას. და მე მინდა დევნილებს მიმართო, რომ თქვენი შვილების მომავალი არის თქვენს ხელში, მეგობრებო. და თუ ახლა ჩვენ არ ვიაქტიურებთ, ფაქტიურად ჩვენს სახლებსაც დავკარგავთ და განათლების უფლებასაც დავუკარგავთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მართლა თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ქართულ ენასა და ქართულ ისტორიას. მადლობა. ბატონ სიმონ, ახლა მე ესეთი შტაბის-წილება დავჭა, ხა ანალიზი ვერ ყვევი გარკვეულწილად, მათემატიკურების სპეციალისტი ვარ, რომ აი ამ განათლების რეფორმა პირველ ეტაპზე, რადგანაც სულ ეხება ჯერ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტს, ყველაზე დაჩეხილად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ახლა ალექსანდრე შეეხო დევნილების სისა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეც მუშაობდი, მაგრამ თქვენ ხო უფრო დიდხანს მუშაობდით. იქ არის სრული მეტნაკლებად თანხმობა სტუდენტებს, პროფესორებს, რექტორი და დაწყებული, უბრალოდ სტუდენტიდან ასული პროფესორი აშევდეს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ იცოდეთ, ნუ თქვენ იცით ალბათ, მაგრამ ისტორიკოსი თქვენი კოლეგა ფაქტურად ხელმძღვანელობდა, რაც აფხაზეთიდან გადმოვედით, პროფესორი ისტორიკოსი ოთარ ჯორდანია. მაშინ ჩვენი უნივერსიტეტი, ნუ მართლაც იყო წამყვანთა რიგებში, ფაქტურად აკრედიტაციის 2020 წელს უკვე სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაატარა, მესამე ადგილზე ვიყავით კლასიკურ უნივერსიტეტებს შორის, უпроსტად მეორეზე, მეორე კლასიკურ შორის და ისე მესამეზე, მეორეზე იყო სამედიცინო უნივერსიტეტი. მაშინ ჩვენ ყავდა პოლიტიკური ლიდერი აზგასვენებული თამარ დადარიშვილი და დევნილებს თქვენ ბაღში იყავით ალბათ 10,000-იან მიტინგებს ვაწყობდით, ესე იგი ვიცე-პრემიერი დადარიშვილი. ეს არის 94-15. ხო მე დაბადებულიც არ ვიყავი. 15 და შემდეგ და მე სამწუხაროდ ბატონ თამაზი გარდაიცვალა და მე ახლა დასამალი არ არის, ახლა იცი თუ მიცნობები პირდაპირი კაცი ვარ და მე რატომღაც არასწორად ჩათვალა, ახლა არ გვინდა ამაზე კაბათი, ალექსანდრე ლომაიამ და დაგვინიშნეთ პარაშუტისტები, ანუ აფხაზეთთან კავშირი რომ არ ქონდა ისეთი რექტორები ყავდა, ზოგი ზუგდიდელი, ზოგი ჰოთელი, ზოგი კიდევ სხვა ლავაზი კუთხიდან და არიცოდა ეს კაცი არის ქოქუმიდან. ქოქუმი გუდაუთის რაიონშია, გაგრაში თუ გალში ისიც არიცოდნენ რექტორები.
ეს დანაშაული იყო, მე გააგრძელა ოცნებამის დანაშაული და ასე შემდეგ და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე დღეს არის პიროვნება თავმჯდომარე, რომელსაც რუსებმა და აფხაზები მამა მოუკლეს გაგრაში, ლაზავაზი ქართული ქალაქი იყო. და ის იმ კომისიის წევრია, გიორგი ჟინჭარაძე. და ხარს უჭერს ამ რეფორმებს. რაც ეხება ისტორიკოს თქვენ კოლეგას ჯემალ გამახარიას, ისიც სამურზაყანოდან და უმაღლეს საბჭოსთან გალიდან არის როგორც ის მას არ იღებს, კაცი როცა ხედავს ასეთ მდგომარეობა. ამიტომ რაც ეხება უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა 15 წელი უნივერსიტეტს ანგრებდნენ, სოხუმის უნივერსიტეტს, მაგრამ ის საფუძველი რა ჟორდანიას რომ ჩაიდო მაინც არის შემორჩენილი და ამიტომ არის ნაკლიკ აქტიურობა. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ, რატომ არის დევნილი სტუდენტი ცოტა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამაში დამნაშავე არის ცენტრალური ხელისუფლება და აფხაზეთის ლეგიტიმური. ბოდიში ჩაგეჭრებით ბატონო თემურ, რაც შეეხება თქვენ ყურადღება გამახვილთ ისტორიაზე და ისტორიის სწავლებაც როგორც ჩემთან მოვიდა ინფორმაცია, მე დაზუსტებით არ ვიცი. სახელმძღვანელოებში ძალიან თვით მდგომარეობა როგორც ვიცი ხომ? და ამაზე ყურადღების გამახვილებაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნუ როდესაც კონტექსტი თქვენ ახსენეთ რომ არის ხალხი ვინც არ იცის მაგალითად აფხაზეთის რაიონული დაყოფა და კრაიონული დაყოფაზე არ არის საუბარი არიან მენეჯმენტში სოხუმის უნივერსიტეტში ვინც არ იცის ეს უბედურებაა ჩვეულებრივად ეს არის უბედურება იმიტომ რომ ჩვენ უნდა სწორად იმიტომ რომ ჩვენ მეორე ენგურს გადაღმას გვაქვს მეორე მხარე რომელიც ამ ყველაფერს გვიპირისპირებს და იყენებს ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენ თუ ნამდვილად რაც როგორც იყო ნამდვილი ისტორია რაც არის და როგორც არის თუნდაც აი ელემენტარული დროშაა ვიღოთ დროშიდან დაწყებული დადიანის დროშას ისინი იყენებენ როგორც მაგათ სეპარატისტულ სიმბოლოს და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ არ ავხსენით ამ ყველაფრის მნიშვნელობა ჩათვალით რომ ეს ტერიტორია დაკარგულია და ბატონო აი ამ ახალგაზრდას ესვით ბატონო სიმონ აი წარმოიდგინეთ ცუდი ვარიანტი თუ ამ კონცეფციის ანახმად განათლების რეფორმა განხორციელდა ნუ ხო იცით გადაგრეხვის დაში თქვენი საზრით ამ პერსპექტივაში ელოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან სხვა უნივერსიტეტი, მაგალითად ბათუმის მე მიხარია, იმიტომ რომ ავტონომიური რესპუბლიკაა, ყველაფერი იქ დაუდგა ალბათ ხელისუფლება ადგილობრივი ხარჯი, ყველაფერი დარჩა სამედიცინო, სამართალი აშენდაში, ქუთაისი მეორე ცენტრი, თუმცა ომამ და აფხაზეთი იყო მეორე ცენტრი, აი რა ელოდება ამ უნივერსიტეტ ილიადან დავიწყოთ და სოხუმის უნივერსიტეტზე თქვენი საზრით. ილიას თუ აი გვერდმანობას აი ბევრი სამშეო არაფერია ეხლა თუ სწავლობს დაახლოებით 17000 სტუდენტი ეხლა როგორც არის დაგეგმილი 1000-ზე ნაკლები დარჩება იმ სტუდენტებისგან ანუ უნივერსიტეტი აღარ იქნება პატარა რაღაც ინსტიტუტი პედაგოგიური ინსტიტუტი რაც იყო ანუ ილიას უნივერსიტეტი გაერთიანდა მაშინ უცხოენების პედაგოგიურის და სპორტის უნივერსიტეტების ბაზაზე და ეხლა დარჩება მარტო პედაგოგიურია იქიდან რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს პრინციპში დაამსგავსებენ სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებს რომელსაც უტოვებენ მარტო აგრარულს პედაგოგიურს და ტურიზმს კი ტურიზმს და მაგისტრატურას უტოვებენ სხვადასხვა გორს ახალციხეს და თეთრებს დროებით ალბათ იმიტომ რომ მე მაგისტრატურაში საიდანაც ხონდა წავიდეს ადამიანი ისტორიის მაგისტრატურაზე თბილისიდან უნდა გადავიდეს მაშინ იქ მაგისტრატურაში სასწავლებლად რაც ნაკლებად სავარაუდო ან რაღაცა ჯერ აგრონომი უნდა გახდეს და მე ისტორიკოსი რაღაცნაირად. სინერგეტიკული მეცნიერება. ზუგდიდშიც იგივეა, ხო? ანუ მაგალითად იქ სასწავლო იყო ზუგდიდში. კი, მაგრამ ეხა საერთოდ ან ვეტერინარი უნდა გახდეს ან მასწავლებელი, სხვა არჩევანი რეალურად აღარ გექნება. ხო და ეგ ნიშნავს იმას, რომ ეს უნივერსიტეტებად აღარც განიხილება რაღაცა სასწავლო ცენტრებად, სადაც შეიძლება პროფესიულ პროგრამებად გადააკეთონ მე საერთოდ ის რაღაცა სოფლის მეურნეობის პროგრამებიც და პრობლემა არის არა მხოლოდ ის რომ მაგალითად აღარ იზიდავს მაგალითად აფხაზეთიდან ადამიანებს რომ თავის რაღაცა წრეში გადმოვიდეს უფრო მარტივად იმ დროს სოციალიზაცია შეიძლება უფრო მარტივი იყოს როცა ერთ უნივერსიტეტში სწავლობენ შეიძლება ეს არც იყოს კარგი და ჯობდეს რომ სხვა უნივერსიტეტებში იყოს მაგრამ
თქვა და არის საინტერესო პროგრამები იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა რომ მე დავბრუნდეს აფხაზეთში და იქ რაღაც გააკეთოს და სპეციალიზებულ ცოდნას იძენს. პრობლემა არის ის, რომ ადგილების რაოდენობა როცა შემცირდება, პირველი ვინც დაზარალდება არის სწორედ ის ხალხი, ვისაც პრობლემები ჰქონდა სასკოლო განათლების. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, ხო? იმიტომ რომ კონკურსი მნიშვნელოვნად იზრდება, ან კობახიძე ამბობს, რომ დაახლოებით 14000-მდე უნდა ჩამოიყვანონ სტუდენტების რაოდენობა ყოველ წელს. ეს ნიშნავს შემდეგს, რომ 40-დან 50000-მდე ახალგაზრდა ამთავრებს წელიწადში საქართველოში სკოლას და იქიდან მხოლოდ 14000 შეიძლება რომ ჩააბაროს უმაღლესში. ანუ იქ ნიშნავს, რომ აი საუბრის შემთხვევაში ყოველი მესამე თუ ჩააბაროს. და როცა დუბლირება მოხდება ერთ წელს 80 ხო დაამთავრა. ის წელი იმის მერე კატასტროფა იყო, იმიტომ რომ იმ წელს მოკლედ 2 წლის შემდეგ მე-11 და მე-12 კლასები ერთდროულად დაამთავრებენ სკოლას, იმიტომ რომ გადადის სკოლა 11 კლასიან პროგრამაზე და იქ ცალკე პრობლემაა, რომ იმის მაგივრად რომ რაღაცნაირად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევეცადოთ, რომ იქ მე-12 კლასი დაუმატოთ. ეხლა ჩვენ დავეციეთ ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტურად 10 კლასი მე-11-ის თქვენ 11 გაქვთ დამთავრებული და რეპეტიტორიული რა არის ეს მე-11 ფაქტურად 10 კლასია 10 კლასი ჩვეულებრივი კომუნისტური ჩვეულებრივად მე ხომ მაგას მოსწრები ვარ მაგრამ აქეთა კონტროლირებულ ტერიტორიაზეც იგივე სისტემაზე გადავდივართ რაც არის რუსეთის განათლების სისტემა სინამდვილეში რომელიც არის მე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეფასებაც 5-ბალიანი სისტემით იყო და რაღაცა 5-იანების 3-იანები და პრობლემა არის ის რომ მე როცა იზრდება კონკურსი პრივილეგირებულები ვინც არიან ისინი იმარჯვებენ ამ კონკურსში. პრივილეგირებული არის ადამიანი, ვისაც შეუძლია იაროს პრესტიჟულ სკოლაში, ხშირ შემთხვევაში კერძო სკოლაში, ყავდეს სახლში რეპეტიტორები, რაც მოგზაურობენ რაღაცა სხვა ქვეყნებში, სახლში აქვს ბევრი წიგნი, მშობლებს აქვს უმაღლესი განათლება. ეს არის პრივილეგიები, ანუ ფული არ არის მარტო პრივილეგია, პრივილეგია არის ასევე ის თუ რაზე გაქვს ხელმისაწვდომობა კიდევ დამატებით და ეგ იმასაც ნიშნავს, რომ განათლება აღარ იქნება ეგრეთ წოდებული სოციალური კიბის ნაწილი. სოციალური კიბე გულისხმობს იმას, რომ შენ უნდა შეგეძლოს, რომ ამოხვიდე შენი სოციალური მდგომარეობიდან განათლების გამოყენებით, ხო? მაგალითად, ჩვენ მშობლებს თუ არ ექნებოდათ უმაღლესი განათლება და შესაბამისად ნაკლები შანსი ექნებოდათ, რომ დასაქმებულიყვნენ მაღალანაზღაურებელ სამსახურებში, განათლება უნდა დახმარებოდა მე რომ ამ სიტუაციიდან გამოსულიყავი, რომ მეც იმის გამო რომ მშობლებს არ ქონდათ განათლება, არ ყოფილიყავი იგივე დღეშიც ისინი იყვნენ და ეხლა სულ უფრო რთული გახდება ეს. ანუ თუ დაიბადე შენ რაღაც თბილისის ცენტრში, მეტი შანსი გექნება რომ მოხდე მაშინ უმაღლესში, ვიდრე თუ დაიბადე განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხო? თუ სპეციალური რაღაცა ზონები არ მიიღო სახელმწიფომ. ამიტომ ეს ადგილების რაოდენობის შემცირება პრობლემური არის არა უბრალოდ იმიტომ რომ ვიღაც ვერ მოხდება, არამედ იმიტომ რომ ვერ მოხდება ყველაზე გაჭირებული, ყველაზე ცუდი განათლების მქონე, ყველაზე გაჭირებული ადგილიდან ახალგაზრდები ისინი ვერ მოხდებიან. ამათი თან გათვალისწინება საერთოდ არანაირად არ ხდება სპეციალური საჭიროებების. აი მაგალითად ჩვენთან მოქმედებს უკვე 10 წელზე მეტია პროგრამა, რომელთაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვს შანსი, რომ ჯერ ქართული ისწავლონ ერთი წელი მოსამზადებელ პროგრამას და მე გადავიდნენ სხვა პროგრამას. აი ხა ილიას უნივერსიტეტში ხა ამთავრებენ იმერცგან მოსამზადებელ პროგრამას და ადამიანს ქონდა დაგეგმილი, რომ გადასულიყო მაგალითად მათემატიკის პროგრამას. მათემატიკის პროგრამა გააუქმეს. ანუ ვერსად აღარ გადადის. ანუ აღარ მარტო უნდა გახდეს ერთ-ერთი არჩევანი აქვს, რომ გახდეს ინჟინერი, ან გახდეს მასწავლებელი. ანუ ვერ გახდება ისტორიკოსი, ვერ გახდება მასწავლებელი, ვერ გახდება სოციოლოგი, ვერ გახდება ფსიქოლოგი, ვერ გახდება რაღაც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, იურისტი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს უფლება წაართვეს და საშუალება წაართვეს, მაგრამ ცალკე საკითხია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ხო? ანუ ამ ხალხს ეუბნება, რომ თქვენ წახვიდეთ თბილისიდან. ეხლა ამის პარალელურად რა ხდება, ესეც რო გავითვალისწინოთ. პარალელურად, აი მაგალითად დაახლოებით თვენახევრის წინ გამოაქვეყნეს ბრძანება, რომელთაც თხოვენ ქუთაისის და რუსთავის მუნიციპალიტეტებს, რომ დაეხმარონ ახალი საუნივერსიტეტო კამპუსების მშენებლობაში. და იგი იქნება, რომ რუსთავში გადავა 40000 ადამიანი სასწავლებლად და ქუთაისში გადავა 20000, ანუ 60000 სტუდენტი დაახლოებით ნახევარი ბაკალავრიატის უნდა თუ ჩამოიყვანონ. ну თუ გავითვალისწინებთ რომ 14000 უნდათ რომ მიიღონ სამწლიანი პროგრამები, უნდა ძირითადად იყოს და კაი 4 წლიანიც იყოს
ჯანდაბას ანუ 60.000-დან ანუ 20 უნდა წავიდეს ქუთაისში და 40 უნდა წავიდეს რუსთავში ან თბილისში საერთოდ არ უნდა იყოს. მართლა სახლები უნდა ავაშო. იქ უნდა ავაშოთ რესტორნები, ტრენაჟერების დარბაზები და ასეთი რაღაცები და მრავალსართულიანი სახლები და მე უცებ აღმოაჩენთ რომ რატომაც არის ქალაქის ცენტრში დიდი საცობები, იმიტომ რომ ის ხალხი ვიცი გაცხოვრობ და იქ ცხოვრობს და მუშაობს და სტუდენტები რომლებიც ტრანსპორტდადიან ისინი აღარ იქნებიან ისინი ივლიან წინ და უკან თბილისიდან რუსთავში, იმიტომ რომ აღარ გადასახდებიან ახლა თბილისიდან რუსთავში მაინც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს თბილისში და ეუბნებიან რომ არა ახლოს არ უნდა იარო უნივერსიტეტში, უნდა იარო შორს. და თან თბილისიდან უნდა გაიყვანო არა მხოლოდ იმიტომ რომ აქ გაყიდო შენობები და ტიპული მოიგო, იმიტომ რომ მე რაღაცა აქციები ჩატარდება შორიდან ჩამოსვლას დაეზაროს ადამიანს. თან საცობები გამზადებულია და ვერ ჩამოხვა. არ ვიცი, აი საერთოდ რაზე ეს ყველაფერი გათვლილი კი ცალკე დიდი ის არის სამშობლო თემა. თან გეუბნებიან რომ კარგი, თქვა უნივერსიტეტში ვერ ჩავარე, რა ალტერნატივები მაქვს ამის გარდა. ამის გარდა პროფესიული სასწავლებლები არის გადავსებული უკვე ისედაც ბევრი არა უნდა იყოს მე რომ გითხრა. მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე შეიძლება რომ ჩააბარო განსაკუთრებით კომპიუტერულ მეცნიერებებზე, პროგრამირებას და ასე შემდეგ. და მეორე პრობლემა არის რომ ამის გარდა ალტერნატივა არის ჯარი, ან პოლიციაში წასვლა, ან ქვეყნიდან წასვლა. და ბევრი ამას აკეთებს ახალგაზრდა, როცა აქ ვერ ხედავს პერსპექტივას, მე მიდის საზღვარგარეთ იქ სამუშაოდ, რჩება და ეხლა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაზრდილია, ადრე თუ მიდიოდნენ უფრო ჩემი ასაკისთან უფროსები, მე ხა მიდიან ჩემზე უმცროსები. და ეს ის ხალხია, ვინც ახლა ოჯახი უნდა შექმნას, ბავშვები უნდა გააჩინოს, ან მათი შვილები უნდა წავიდნენ სკოლებში და ასე შემდეგ. და მე ვინც უნდა თავისი მუშაობით შეინახოს ეს უფროსთაობა. და ანუ ეს არის უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემა, რასაც ქმნიან, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები თუ წავლენ, ან თუ დაიწყებენ დაბალ ხელფასიან სამსახურებში მუშაობას, ეკონომიკური ზრდა ყველა ვარიანტში შემცირდება, სხვა სრულთავი დავაროთ დემოგრაფიულ ზრდას და ასე შემდეგ. ეხლა უკვე გვაქვს სკოლაში კი არა, მოსახლეობაში გვაქვს მართლა მოსახლეობის რაოდენობაში. სწორედ ამის გამო, ხო? ხო და ამისი კიდევ უფრო გამძაფრება ხდება, იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს ადამიანს რომ საკუთარი მისწრაფებები დაიკმაყოფილოს, მით უფრო მეტია შანსი რომ წავიდეს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს კარგი ჩაკეტილი ქვეყანა იყო და ვერ მიდიოდით, ხო? ანუ აქ თუ ვერ ჩააბარებდი, სხვა გზა არ ქონდა რა, მაინც აქ უნდა გეცხოვრა და წავედი ქარხანაში იმუშავებდი და ეხლა ვერ გაიძულებს რომ ქარხანაში იმუშაო, თუ არ გინდა რომ ქარხანაში იმუშაო. არც არა, ნუ მე დაიწყებ რაღაც სერვისში მუშაობას, ხო? რაღაც უამრავი ახალგაზრდა, რომელიც მუშაობს კურიერად, ტაქსისტად და ასე შემდეგ, ხო და მე უცებ ხდება ადამიანი, რომ მოდი პოლონეთში ვიქნები, ტაქსის მძღოლი, რაღაც მიდიში ვიყავ, უკეთეს პირობებია, იქ მაინც რაღაცა ქუჩაში არ ვცემენ იმის გამო, რომ პროტესტი გამოხატეთ და ასე შემდეგ, ხო? ხო და მე ასე ნელა რა ვიცი მე უცებ აღმოჩენ უი თურმე ჩვენთან ქართველების გარდა კიდე სხვა ხალხი არსებობს რომელსაც უფრო უნდა რომ ეს სამსახურები დაიკავოს იმუშაონ და მე ახალ პრობლემებზე უცებ ეს რაღაცა ჩანაცვლება ხო მე აი ხა მაგალითად 14,000 ადამიანი უნდა აბარებდეს უმაღლესებში რო თქვა ეხლა 21,000 გამოყოფილია მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებში. და კერძო უნივერსიტეტს აუქმებენ, რასაკეთებენ? ანუ საერთოდ გადაწყვეტა რომ ისინი არ იარსებებს. გაუგებარია ხო და თუ ეს კერძო უნივერსიტეტების გაუქმდება, მაშინ ის პროფესორებსაც წავა. აი სტუდენტები ხო წავლენ. პროფესორებს საზღვარგარეთ წავა. ძალიან მარტივია დღეს ხო? დღევანდელი პროფესორი ძალიან განსხვავდება საბჭოთა დროინდელი პროფესორისგანაც ხო? იმიტომ რომ უკვე ისა გამოცდილება აქვს საერთაშორისო კონფერენციაში რომ აქვს კოლეგები რომლებიც ეხმარებიან მე იქ რაღაცა სტიპენდიების პოვნაში ან საცხოვრებლის პოვნაში და ასე შემდეგ და კარგია ეს რომ გავდევნოთ ეს ხალხი გარეთ ანუ ვისთვის არის საქართველოს საბჭოში მარტო იმ ხალხისთვის ვისაც ტენდერის მოგება შეუძლია ამისთვის ცხოვრობთ და ბატონო სიმონ კიდევ აი ამ საკითხს რომ გადავაბათ ახლა მე რჩება ისეთი სტაბილიზება რადგანაც მე ახლა მაინც ასე ვალაგებ მეცნიერება და განათლება რადგანაც მაინც მეცნიერი ვარ და მე ახლა ვხედავ რომ რამოდენიმე პროფესორს რომ უსმინე იდეას აკეთე გია ჯაფარიძეს კიდევ სხვებს არის ბიოლოგი გვარი დამავის და მეგრული გვარი ძალიან კარგად საუბრობდა ბიოლოგი მოგონი იმაში მუშაობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში
ბაჩასოლმენია. დიახ, ხო და ბილიას უნივერსიტეტი ასევე 1 2 3 საერთაშორისო დონის მიმართულება არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგალითად ჩვენ სამ მათემატიკოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორებს გვაქვს ციტირება სკოპუსში ერთად 1000-ზე მეტი, რაც მთელ იურისტებს საქართველოში ერთად არ ექნება. და აი რა ბედი ელოდება ახლა ჩვენ ხო ხედავთ რომ უმაღლესი განათლება რისკებიდი სკოლა ხედავთ რისკები და ახლა საშუალოზე მე შეიძლება ცალკე გთხოვოთ მოწვევა და მოგიწევთ და აი მეცნიერების რა ადგილი უნდა თუ საერთოდ გავაქროთ და ყველა ვიყოთ ბინტანი, ხაჭაპურისტები, ხინკალი მოდაშია, სპორტსმენები და ასე. ინგლისის მეცნიერები. ხო, ტექნოლოგიები არიან, მაგრამ ინგლისის მეცნიერები ჯერ რესტორატორები. ხო, ანუ ეს სასწავლო პროგრამები ხო სინამდვილეში მეცნიერებასაც აფინანსებდნენ, იმიტომ რომ იქიდან შემოსული პულის ნაწილი მიდიოდა, ანუ ის ხელფასი, რასაც პროფესორი იღებდა, იყო არა მხოლოდ იმისთვის, რომ ისწავლებინა, არამედ იმისთვისაც, რომ ეკულია და იმისთვისაც, რომ ბოლოდო დოქტორანტი მასთან ერთად რაღაც გაიგებინა კონფერენციებს დადიოდა და ასე შემდეგ. ეხლა ამ პროგრამების წართმევით და შემოსავლის წართმევით რეალურად ართმევი შესაძლებლობას რომ იკვლიოს. აქედან შემდეგი ნაბიჯეო თუ გინდა რომ კვლევაში ჩადო ფული, ისე უნდა დააბრუნო მაშინ ის სისტემა, როცა კვლევაზე ცალკე არის გამოყოფილი მთლიანად თანხა, ეხლაც არის საგრანტო სისტემა, მაგრამ და ცოტა არის რომ რეალურად სასწავლო უსწავლის ფონდი ცოტაა ძალიან ცოტა. და ისიც კონკურსი არის მაღალი, ხო და ეგ ცალკე პრობლემას ქმნის და თუ მე ცალსაკე, ანუ ესე იგი განცალკევება ხდება, რომ ვიღაცები მხოლოდ იკვლევენ და ვიღაცები მხოლოდ ასწავლიან, მე ვbrუნდა ვიცაბჭოთა სისტემა, სადაც მეცნიერება არის გარეთ, ხო, ანუ სწავლებიდან და მაგალითად ამ მეცნიერების დანერგვა რეალურ რაღაცა პრობლემის გააჭრაში აღარ ხდება. ანუ გამოყენებითი მეცნიერება არის ძალიან სუსტი, ხო, მაგალითად პატენტების რაოდენობა არის დაბალი და კაცი რაღაცა საინჟინრო გადაწყვეტილებების არის ცოტა და იმიტომ რომ მეცნიერი სადღაც თავის ლაბორატორიაში რაღაცას ტესტავს, მე აქ ვიღაცა ამას მანამ თავის საგანმანათლებლო სივრცეში დაანერგავს და მე ის კიდე როგორ დაინერგება სკოლაში, რომ იქიდან მოვიდეს ადამიანი, რომელიც მომზადებულია, ერთად ეს ჩაჭვი არის გაწყვეტილი. და მე მგონია რომ ეგ არის გარდაუვალი თუ ეს რეფორმა ძალიან ძიმე მომავალი იქნება თუ ეს რეფორმა თუ ასე გაგრძელდა და მაგრამ მე მგონია რომ წინააღმდეგობა რახან არსებობს, რახან პროფესორა იბრძვის და რახან არსებობს პრინციპში არ არსებობს მომხრე ამ რეფორმის გარდა ქართული ოცნების რამდენიმე ჩინო. ვინ შეიმუშავა, ვინ არის იქ პოლიტიკოსები? ქართულ ოცნებაშიც კი არ არის რეალურად მომხრე. ხო, აი სულ არის 3-4 ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს ამაზე, როგორც რაღაც კარგზე. მე არის ის ხალხი, იურისტებია ხოლმე. ძირითადად იურისტები, ხო, მაგრამ ნუ კიდე ვიღაცები, აი რა ვიცი, გიორგი ვოლსკი არის და ის დოქტორია, მე ვიცი, აკადემიური დოქტორია. წარმოების რაღაცაზე რაღაცა აქ ნასწავლი არის რაღაცა წარმოების მექანიზაცია თუ რაღაცა მსგავსი რაღაცა. ხო და არ შეიძლება დოქტორიც არის, მაგრამ მისი წარმოდგენა ეკონომიკაზე არის ასეთი, რომ თუ დამსაქმებელებს ჭირდებათ ბოთლის მბერავები, მაშინ ახალგაზრდებმა არ უნდა ისწავლონ უმაღლესებში და წავიდნენ და ბოთლები ბერონ. და არ ვიცი, თქო არ გაუგია რომ რობოტები ბერავენ ახლა დღეს თანამედროვე სამყაროში და არა ახალგაზრდები. დაცინოა ეს ჩვეულებრივი. ახლა თუ გინდა რომ ანუ ყველა განვითარებული ერი ან ვისაც პრეტენზია აქვს რომ უნდა განვითარდეს, ანაცვლებს ადამიანებს რობოტები და ადამიანებს აქ საშუალება რომ იფიქრონ და აგეგმონ რაღაცა შემოქმედებითი რაღაც თავის პოტენციალი გამოიყენონ და აქ პირიქით უნდათ რომ ადამიანით ჩაანაცვლონ რობოტი. და მანდა შეიძლება გავიგოთ რატო უნდა უნდოდეს, იმიტომ რომ რობოტი არასდროს ხმას არ ამოიღებს, პროტესტს არ გამოთქვამს, არ დაიწუწუნებს, რაღაცა ასე უზამთრავს აგეთებს. ხო, გადამუშავებს. თვითონ რობოტების გადამუშავებელი რობოტები შეიძლება გამოიგონ. ხო და კი ბატონო, ეგეც საზოგადოება, სადაც რაღაცა რობოტები ყავს ახალგაზრდები, ძალიან კომფორტულია, ხო? იმისთვის რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება სამუდამოდ და მე მგონი გეგმაც ეს არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად არასდროს არ გვესმის შესაძლებლობა რომ როდისღაც შეიძლება ქართული ოცნება წავიდეს ხელისუფლებაში. ან დაშვება არ კეთდება ეგეთ რა. მაგრამ აი რა ვქნათ, ყველა ჩვენზე უარესია და იცულებულები ვართ რომ ასე გავაკეთოთ. ნული მეტია ვაკობით რისკებზე. ვიღოთ ნული, ხო? ეს მადლობა. ბატონო ალექსანდრე, ახლა ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ იმისკენ და
აი მე კიდევ ეს მაგალობს ახლა მე რა თქმა უნდა ყველა უნივერსიტეტი მიყვარს, მაგრამ როგორც აფხაზეთის პიროვნება კიდრი და ყველაზე გენიალური ქართველი მეცნიერი იყო შეშელეთიდან ილია ვეკუა. კი, პირველი რამდენიმე წელი ჩვენ სკოლაში სწავლობდა. სიმონის ბაბუა ეს როცა ნიკოლოზ მუსხელიშვილმა მათემატიკოსმა 41 წელს დაარსა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მისი პირველი მოადგილე იყო ზუსტად პროფესორი ვერი აკადემიკოსი გახდა სიმონ ჯარაშია და ამ ხალხმა მეცნიერებას საფუძვლები ესა. მაგრამ ამ შემთხვევაში მე სოხუმის უნივერსიტეტზე ახლა მე იცით რა არის. აი თქვენი საზრით როგორც იქაური კავშირის შემდეგ რით შეიძლება იყოს მიმზიდველი დღეს აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სწავლა თბილისში განთავსებულ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახლა მე კიდევ ამას გარდა დავუმატებ იმას, რომ ესე იგი ის აფხაზეთის ხელისუფლება, ესე იგი ლეგიტიმური უმაღლეს საბჭო, მინისტრთა საბჭო იმის ნაცვლად, რომ ესე სახელმწიფო ფონდი 14 მილიონზე მეტია და კიდევ სხვა ბენზინი და შემდეგ 30-მდე ადის. ხომ არაჯობებდა რომ ერთი კამპუსზე ეფიქრა განსაკუთრებით გალიდან გადმოსული დევნილი სტუდენტებისათვის. მე ძალიან მიყვარს ზუგდიდი, ახლა შემეწინა, მაგრამ ახლა ზუგდიდის კარგი პიროვნებები არიან, მაგრამ ახლა ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს ვერ შეადარებ ბატონ სიმონ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მე ვიცი, ახლა 42 წლის სტაჟი მაქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოტენციალი სოხუმის ძალიან დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ანუ თქვენ იმას ამბობთ, რომ საერთო საცხოვრებელი განსაკუთრებით იმათვის, ვინც გადმოვა აქ თბილისში, გამოყო და ჩემი სადრით ჯობია მაინც დევნილი, აუცილებელი არ არის, მაგრამ იყო სოხუმის უნივერსიტეტში განსაკუთრებით იმ სპეციალობაზე, სადაც ლიდერი პროგრამები გვაქვს, მიკრობიოლოგია, გამოყენებით მათემატიკა, ერთ-ერთი საქართველოს ისტორია, როგორც აფხაზეთის კუთხე, ზურაბ პაპასკირი, ცნობილი მეცნიერია და ბევრი სხვა. აი ამ თვალსაზრისით და თბილისში რატომ არის უკეთესი ცხოვრება? იყო პერიოდი ბატონ სიმონ, როცა ჩვენ გადმოვედით ახლა პოლიტიკაზე და ედუარ შევარდნაძე გამოსტილი პოლიტიკოსი იყო და არ უნდა რომ სოხუმის ფილიალი, მაშინ ერქვა თბილისის სოხუმის ფილიალი, თბილისში ყოფილიყო, რატომ? არ არის სტუდენტობა, არ არის პროფესორი, არა პრობლემა. და კვაჭანტირაძე იყო განათლების მინისტრი და ის გვირჩევდა ჩვენ ჯობია რა ზუგდიდში ხარ, ახლოს იქნება და შემდეგ და ზუგდიდში უკვე არსებობდა ზუგდიდის ფილიალი და ერთ წელიწადში მოხდებოდა შერწყმა. მაშინ გაგვიმართა რომ მეტრეველი სწორი გადაწყვეტილება მიიღო პროფესორი ოთარ ჟორდანია დანიშნა სოხუმელი კაცი და მე წამოვიდა ყველაფერი და ამიტომ სანამ ჩვენ არა ვარ სოხუმში ჩემი ღრმაწველი ბატონო სიმონ თუ გვინდა განვითარება სოხუმის უნდა ვიყოთ თბილისში ერთი თბილისში ახლა მეცნიერება აკეთება, სხვა აკეთდება, სტუდენტებთან კონტაქტი მეტია, უცხოელებთან მათ შორის და შემდეგ და თქვენ როგორ უყურებთ ამას, რომ მოუწოდოთ აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ ცოტა მიატოვონ ცივი წყლის ძალება და რაღაცა თქვან კარგი და მოიფიქრონ ამ კამპუსებზე და შემდეგ. რა ვიცი ხა მოწოდებით, მათ ბევრი რამის გაკეთებისკენ მოუწოდებთ, მაგრამ არ ვიცი ბატონ ჯემალ გამახარიას არ ვიცნობ და არ ვიცი ეს როგორი ადამიანია, ანუ პიროვნულად არ ვამბობ რა თქმა უნდა. ძალიან კარგი იდეაა, სიმართლე გითხრათ ბატონო, ძალიან კარგი იდეაა. ეს ერთი, რომ ანუ ერთად თავმოყრილი თუ ვიქნებით და მით უმეტეს, ნაკლებ სავარაუდოა დღევანდელი მდგომარეობით, რომ ეს ასე მოხდეს სამწუხაროდ, მაგრამ თუ ეთნიკურად არაქართველი ხელისუფლებას უნდა დაეხმაროს, ბუნებრივია ხა სახელმწიფო ერთია. კი. მაგაში დათანხმებით. მაგრამ მე საერთოდ მიმყავს ახლა საუბარი. ანუ მე ვსაუბრობ, რომ თუ კი არაქართველი ახალგაზრდები, აფხაზები, ან სხვები თუნდაც, გადმოვლენ საქართველოს მეკონტროლებად ტერიტორიაზე, იქნება საერთო საცხოვრებელი, სადაც ეს ხალხი ერთად იცხოვრებენ, მერე რაღაც განვითარდებიან, ეს ძალიან კარგი იქნება. ეს ერთი, მეორე ის, რომ თქვენ მგონი დასვით შეკითხვა, რომ რა შეიძლება, რომ თუ სწორად მოვისმინე მე რა შეიძლება რომ შესთავაზოს სოხუმის უნივერსიტეტმა ხო აი ესე იგი სოხუმის უნივერსიტეტმა რა შეთავაზოს და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას თუ უნდა სოხუმის უნივერსიტეტის გაძლიერება და აფხაზეთში შვიდობიანი დაბრუნება მანამდე შევინარჩუნოთ ეს ამბავი ამ თვალსაზრისით მაგას რაც შეეხება მაგაზე ვიტყვი რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუძლია ბევრი ანუ თუ კი მეცნიერებათა ფაკულტეტები თუ კი ხელოვნების და მეცნიერების ფაკულტეტები თუ განვითარდება ფსიქოლოგია და სხვა ფაკულტეტები თუ ძალიან კარგად განვითარდება, მაშინ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები, რომლებსაც უნდათ სიტყვაზე მე მყავდა ერთი ესეთი მეგობარი და დღემდე მყავს არ დავასახელებ სახელდაგვარს, რომელიმე პრობლემები არ შეექმნეს, რომელსაც უნდოდა უცხოერთერთი უცხოენი სწავლა, მაგრამ ამის პოტენციალი აფხაზეთში არ ჰქონდა სამწუხაროდ. ამის გამო ამ ადამიანებს უწევთ, რომ არ წასულა ის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და არ ვიცი რუსეთის ტერიტორიაზე. ამის გამო მათ უწევთ, რომ გადავიდნენ რუსეთში, ისწავლონ მოსკოვში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უკვე ყალიბდებიან უკვე რუსეთის და უკვე რუსულად მოაზროვნე ადამიანები არიან და უკვე მათ ძალიან პრორუსული ანუ მათი პოზიცია ძალიან პრორუსულია. ხო და თუ ჩვენ ძლიერ ალტერნატივას შევთავაზებდით მათ აქეთ, მაშინ ჩვენ ამით ანუ დღეს ჩვენ ამ ადამიანებს უბრალოდ კარგავთ რა, ანუ ისინი მიდიან აფხაზებიც და ქართველებიც და სხვაებიც, ისინი მიდიან, გადიან საქართველოს ტერიტორიიდან, მიდიან ჩვენი მტერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იღებენ განათლებას ჩვენი მტერი სახელმწიფოს ენაზე, ადგებიან მე ამ სახელმწიფოს, ну, მუშახელი იქნება ეს, კვალიფიციური ფსიქოლოგი იქნება, პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა და სხვა. და ისინი ადგებიან რუსეთს შემდგომ. და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ აი როგორც თქვენ ახსენეთ ბატონო სიმონ, რომ მიუხედავად ну, რომ შევქნათ იქ მე-12 კლასი როგორღაც მივახციოთ იმას, რომ აფხაზეთშიც იყოს მე-12 კლასის სწავლის საშუალება რა, დამთავრების საშუალება ასე ვთქვათ. სამწუხაროდ ბატონო სიმონ, კიდევ რა მინდოდა, ახლა მე დავუშვათ შევთავაზებდით, ახლა ეს პრინციპი ცოტა ხელოვნური ჩანს, რაღაცისთვის მოგონილი, ახლა მათემატიკაში რო არის, რომ რაღაცა პირობებს ჩადებ, იმას მიიღებს პასუხ, რაც პირობებში უკვე დებს, ხო, ეს ჩვეულებრივი ის არის, ჩვენ მასწავლით პირველ კურსზე, ფიზმას სკოლა მაქვს დამთავრებული, სკოლაში მასწავლით. მათ შორის ბენდუკიძეს კახას მამა დიდებული კაცია, ავტადილ ბენდუკიძე. მე ისე იგი შევთავაზებდი ხელისუფლებას, რომ ხომ არ ჯობია პირიქით ეს ორი კლასიკური უნივერსიტეტი უკვე ჩამოყალიბდა ილიას უნივერსიტეტი როგორც კლასიკური, რადგან ყველა კლასიკური პროგრამა აქვს, 20 წელია, ანუ ახლა თესევთ ავისთავად რავეთის მიდან. ხომ არ ჯობია პირიქით ესენი ორივე განვითარდეს, იყოს ჯანსაღი კონკურენცია და რა თქმა უნდა, მე აი ახლა რა გააკეთა ლიკუანიუ, ესე ცნობილი მე პრემიერ-მინისტრი გახდა იმის სინგაპურის, ისწავლა კემბრიჯში თუ ოქსფორდში არ მახსოვს, დაბრუნდა იქა და ისეთი ყურადღება მიაქცია სამეცნიერო მიმართულებას, რომ სინგაპურის უნივერსიტეტი პირველ 15-ში შედის მსოფლიოს რეიტინგში, სადაც მასაჩუსეტსი და შემდეგ. და ჩვენ რეიტინგს ამ კონკურენციის შედეგად ორივე უნივერსიტეტის რეიტინგი კონკურენციაში გაიზრდება შემისათეთ, ვიდრე დავახშოთ ერთი უნივერსიტეტი, დარჩეს კი ბატონო კლასიკური დედა უნივერსიტეტი როგორც უწოდებენ და როცა მას კონკურენტება მოლეკულ იმაზე გარშემო არავინ არ იქნება, მისი კონკურენციაში არ ყოფნის შემთხვევაში ჩვენც ადამიანები შეიძლება პირიქით კიდევ უფრო დაეცეს მე ასე უყურებ ამას, აი თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. მე კონკურენციაში იმდენ სიკეთეს არ ხედავ როგორც თანამშრომლობაში, ანუ აქამდე მაგალითად ანუ კი შეიძლება რაღაც კონკურენციაც იყო, რომ რაღაც მეტი სტუდენტი მიეზიდათ და ცდილობდნენ რომ რაღაცა პროგრამები გაიუმჯობესებინათ, მაგალითად კავშირები დაეყარებინათ საზღვარგარეთთან იმისთვის, რომ მაგალითად ერთი უნივერსიტეტი როცა დაეყარებდა, მეორეც ეწყებოდა იგივეს გაკეთებას იმისთვის რომ არ ჩამორჩენოდა რომ სტუდენტები სხვაგან არ წასულიყვნენ. მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რაც იკარგება არის თანამშრომლობის შესაძლებლობა. ანუ აი მაგალითად იგივე აკრედიტაცია რო აიღოთ პროგრამის, ხო აკრედიტაცია როგორ გეტდება, შენ ჯერ აკეთებ თვითშეფასებას, მე მოყავს კოლეგები და ის კოლეგები გეხმარებიან განვითარებაში და საიდან მოიყვანა კოლეგები თუ არსად სხვაგან აღარ არის, ქალაქიდან მოჭამოიყვანა. ხო, ის კოლეგები და ეს იმდენად რთული ხდება, ძვირი ხდება, რომ აზრი არ აქვს. თანამშრომლობის განვითარება შეიძლება და არსებულ მოდელშიც ძალიან კარგად, ანუ ერთ-ერთი პრობლემა რაც იყო ჩვენ უნივერსიტეტებში, რაც მაგალითად ჩვენებად არის გადაწყვეტილი იგივე ამერიკაში, არის ის, რომ შეიძლება ერთ ქუჩაზე ყოფილიყო რამდენიმე უნივერსიტეტი და სტუდენტს არ ქონდა უფლება, რომ სხვა უნივერსიტეტიდან აიღო კრედიტები. აი მაგალითად ჰარვარდში თუ სწავლობ, შეგიძლია მასაჩუსეტს ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან აიღო ეს კრედიტები, კოლუმბიაში როცა სწავლობ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან შეგიძლია აიღო და ამის გადაწყვეტა არის ძალიან მარტივი. შენ რო ირიცხები უნივერსიტეტში, თითოეულ საგანში ხდი ფულს და არა მთლიან სემესტრში.
და ამ საკანში თუ ეს საკანი თუ გირჩევნია რომ სხვა უნივერსიტეტში აიღო და თუ უნივერსიტეტები შეთანხმებულები არიან გაცვლას, რომ გაცვლა ხდება ამ კრედიტების და კურსების, მაშინ იღებ სხვა უნივერსიტეტში, მაგალითად თუ იცი რომ აი თქვა რა მათემატიკის კურსი უკეთესია სოხუმის უნივერსიტეტში, მიდიხარ იქ იღებ და იქიდან მოგაგ. ან დოქტორანტი რო ხარ, თქვა იცი რომ რაღაც სპეციფიკური ცოდნა შეიძლება შენ უნივერსიტეტში არ იყოს და იყოს სხვა უნივერსიტეტში, იქ მიდიხარ იქიდან მოგაგ, მაგრამ ეხლა ეს უბრალოდ იკარგება შეიძლება, იმიტომ რომ სხვა უნივერსიტეტში აღარ იქნება მსგავსი პროგრამა. თქვენ რასაც საუბრობთ, ეს არის საუკეთესო აი მოდელი გაგებით, რომ შეიძლება ამან დანახარჯი იყოს, მაგრამ საუკეთესო რომ გამოიყენო საშუალო და მაქსიმუმი. ხო, იმისთვის რომ რაც შეიძლება ბევრი კარგი პროფესორი მოვიდეს სისტემაში. კიდე ერთი რაც იყო ილიას უნივერსიტეტის ძლიერი მხარე, იყო ის, რომ ილიას უნივერსიტეტი რახან ახალი უნივერსიტეტი იყო, აი 40 წლის განმავლობაში ბევრ ახალგაზრდა ადამიანს თავაზობდა სამუშაო ადგილს, ხო? ანუ ის ხალხი, ვინც მიდიოდა მაგალითად საზღვარგარეთში სწავლობდნენ, ჩამოდიოდნენ, ერთ-ერთი პირველი დასაქმების ადგილი იყო ილიას უნივერსიტეტი. ხო და ეხლა ამ ხალხს ეუბნები რომ თქვენ წადით და თქვენ დარჩეს ძველი გვარდია, ხო და ეს ძველი გვარდია კი გამოცდილებაც აქვს, ცოდაც აქვს, მაგრამ იმას განახლება ჭირდება. და ეხლა კიდევ უფრო პრობლემა გახდა იმის განახლება, იმიტომ რომ ადგილები შეუმცირეს, ხო? ანუ სტუდენტების რაოდენობა შეუმცირეს. ანუ ეხლა ყველას აქვს განწყობა, რომ საკუთარი თავი დაიცვას. იმის მაგერად რომ განვითარდეს, რომ ახალი შემოუშვას, ახალგაზრდას მისცეს შანსი, რომ პროგრამა გამრავალფეროვნოს და რაღაც იმდიდრე შემოიტანოს. ხო და ეს არის ახლა პრობლემა, რომ განვითარებას პოვენ. თორე ის კონკურენციაც კი როგორც განვითარების ერთ-ერთი მექანიზმი კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი სხვა რაღაცა არის კიდე განვითარებისთვის საჭირო. ერთ-ერთი არის ის, რომ მუდმივად უნდა შესაძლებლობა ჩნდებოდეს ახალგაზრდა, თქვა დოქტორანტურას რომ დაამთავრებს ადამიანი აქაც, მე დარჩეს უნივერსიტეტში და გააგრძელოს. კლასიკური მომზადება. ხო, ახალი კადრების მომზადების სისტემა და თან ბევრი ადამიანი ახერხებს რომ წავიდეს საზღვარგარეთ, იქიდან ჩამოვიდეს ახალი ცოდნა და ეს ახალი ცოდნა ხო ეხმარება შენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხო ეგრეთ დაარსდა, მაგრამ არავის არ ჰქონდა აქ უმაღლესი დამთავრებული, ყველა ჩამოვიდა საიდანაც და მათ ჩამოიტანეს ეს ცოდნა და ამითი გაჩნდა საქართველოში უმაღლესი განათლება. თორე ეხლა თუ შევზღუდავთ ამას და ვიტყვით რომ აი სანამ ანუ სულ შეყო ეხლა რას გვეუბნება ხო კობახიძე რომ წელს 21000 გვექნება მიღება მე გვექნება 14000-მდე დავა. ანუ შევიწროებისკენ მივიდივართ ხო და არა გაფართოებისკენ. რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი უნდა მუშაობდეს ამ უნივერსიტეტებში და ესეც სისტემაში ახალი ხალხი ვეღარ შევა. და ვეღარს თანამშრომლობა შედგება უნივერსიტეტების შორის, იმიტომ რომ ყველა იცავს, ხა არავის არ უნდა რომ რომელიმე სხვა უნივერსიტეტში გაჩნდეს კონკურენტი პროგრამა, იმიტომ რომ ერთ დღესაც შეიძლება იმ კონკურენტმა პროგრამამ მოკლას ეს პროგრამა. ხო, ჩვენ ფაქტიურად თქვენ აი თქვენი აზრით კი თქვენი აი ახლა კიდე მოწოდება როგორც პიროვნების რომელიც რა თქმა უნდა გაიარეთ ყველაფერი ეს მომენტი, ასევე სასიამოვნოა რომ თქვენ ქართული სისხლის გარდა გაქვთ უკრაინული, მე ვიძოლებ დიდ პატრიოტიზმს უკრაინელი და აი როგორ გაგუძებდით ახალგაზრდებს და ზოგადად მათ შორის ხელისუფლებას, რადგანაც ნუ ის დღეს არიან ხვალ სხვა იქნება, ის ზეკი სხვა იქნება და თქვენ იქნებით სულ ახალგაზრდები. კი ბატონო, დიდი მადლობა პირველ რიგში ასეთი პოზიტიური მოხმაურებისთვის. მოკლედ, რას მოუწოდებდი ერთ რამეს, რომ მეგობრებო, ჩვენს ხელშია ყველაფერი. საქართველოს მომავალი არის ჩვენს ხელში და ჩვენ თუ ახლა არ ვიბრძოლით, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს. განათლების უფლებასაც დავკარგავთ, ტერიტორიებსაც ღმერთ მარქნას, მაგრამ ტერიტორიებსაც დავკარგავთ და საერთოდ მე სახელმწიფო პირობას დავკარგავთ ბოლოს. ამიტომ ძირითადად მოუწოდებ დევნილებს, ვისთანაც ასე თუ ისე შემიძლია, რომ ანუ ვისაც მეგობრებო, ჩვენზე არის ყველაფერი, იმიტომ რომ იქ ჩვენი სახლები გველდება. მადლობა ბატონო სიმონ, ახლა ჩვენ ვინც მეცნიერი ვარ, თქვენს მეცნიერი მზანდებით, მაგრამ მე ახლა მეცნიერი ვარ და არასოდეს არ სურდა და არ სურს მოვალში არც ერთ პოლიტიკური პარტიის მოძრაობა აშენდა, მაგრამ აი ჩემი აზრით მე ვისურვებდი რომ საქართველოში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, სადაც რა თქმა უნდა პროფესიონალები იქნებიან, რომელიც ხალხს მოემსახურება და ჩვენ ახლა უცხოეთში არავის არ უნდა, არც რექტორობა, არც დეკანობა, არაფერი. რატომ? იმიტომ რომ სტუდენტი და პროფესორია თავარი. პროფესორს ესე ხელფასის მაღალია, კონფერენციაზე მიდის, მოდის და ერთმანეთს აძალებენ, რომ შენ 2 წელი თხოვ, რიყავი დეკანი და აქ ყველას უნდა რექტორობა, დეკანობა, ხელფასია მაღალი და
აი თქვენ მე ვიცი რომ თქვენ ერთ-ერთი ძლიერი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდები და აი თქვენ დაუშვათ თქვენი სტაილი რაღაცა კოალიციური ხელისუფლება თუ მოვიდა რა პირობებს შევქმნით მოკლედ რომ ძალიან მოკლედ მათ შორის მეცნიერებს ხო ჩვენ მე ისწავლებული გავხდი რომ პოლიტიკური პარტიის დაარსებაში იყო მონაწილეობა ეს არის თავისუფლების მოედანი ჩვენი ჩვენ პროგრამის ნაწილი არის მაგალითად ის რომ უნდა მეცნიერების დაფინანსება გაიზარდოს დაახლოებით 4-ჯერ განათლების დაფინანსება უნდა გაორმაგდეს იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია ხო ეხლა ლაპარაკი არის რეფორმაზე ისე რომ ფული არ უნდა ჩაიდოს ამაში ხო და ეხლა ეს დაფინანსება არის ერთ-ერთი აუცილებელი მაგრამ რა თქმა უნდა არასაკმარისი პირობა მეორე რაც აუცილებელი არის ეს თანამშრომლობის შესაძლებლობის გაძლიერება სწავლობდი აი მაგალითად უნივერსიტეტებს შორის არ მხოლოდ საქართველოს შიგნით არამედ საქართველოს და საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა რო გაიზარდოს ცხადია სკოლა არის გადამწყვეტი რომ მომზადებული მოვიდეს რომ არ იწყებდე უნივერსიტეტს იმითი რომ ასწავლიდე თავიდან წერას კითხვას და ანგარიშს და უცხო ენას და იმისთვის რომ სკოლაში შესაძლებელი იყოს სწავლა იქ მნიშვნელოვანი არის რომ არა მხოლოდ საგნების სწავლა გაძლიერდეს არამედ მაგალითად სოციალური დაცვა გაძლიერდეს რომ ბავშვი მშიერი არის გაკვეთილზე და სწავლაზე ფიქრობდეს და არა იმაზე როგორ დარჩეს სახლში როგორ დაეხმაროს თავის ოჯახს და ასე შემდეგ. ესე რომ ეს ძალიან ბევრი კომპლექსური რაღაც ნაბიჯისგან შედგება, რაც რა ვიცი, ჩვენ ვერ ხედავთ, რომ ეხანდელ ხელისუფლებას უნდადეს ამის გადაჭრა. აი მაგალითად ამ სასკოლო კვებაზე 2019 წელს თქვეს, რომ აი ხავ, აი 1 წელიც გვაცალეთ და 2 წელიც და 3 წელიც და 7 წელი გავიდა, ხო? ხო და მარტო ვაშლების დარიგება მოასწრა ერთმა განთქმის. ისიც ვერ მოასწრა, რამდენიმე სკოლაში რაღაცა ის იყო, რაღაც ფანტაზია იყო, რომ ეს რაღაცნაირად გაახალისებდა ბავშვებს. კი, შეიძლება გავახარდეს ახლა ბავშვს რომ მიცემ თუ სულ არაფერს სხვას არ გააკეთებ, მაგრამ მე მეორე მინისტრმა თქვა რომ არა ვაშლები არა ჭადრაკი იყოს, და ყველა სკოლაში ჭადრაკია. მაგრამ არის მასალო არის ის ჭადრაკის თამაში და ჯერ მასალო ისწავლოს და მე ბავშვებს ასწავლოს და ესეთ რაღაც ნაბიჯები მე იქით აზარალებს ხო ახლა წარმოგიდგენთ პრობლემა გვაქვს იმისი რომ ბავშვებს მე-4-დი და ზოგ შემთხვევაში მე-3-დი სხვა მიმართულებით ან ვერ კითხულობს ან ვერ ანგარიშობს და იმის მაგალითად რომ წერა კითხვა ვასწავლოთ ვეუბნებით რომ მოდი ჭადრაკის თამაშს გასწავლო და ფორმებს ჩაგაცმევთ და მობილურებს აგიგრძალოთ და აი ეს არის ეხანდელი რეფორმა ხო და რეალურად ხო რა უამრავი რაღაცაა გასაკეთებელი იმისთვის რომ დიახ, მართლაც მადლობა და იმედია რომ საქართველოში მართლა მოვლენ ხელისუფლებაში ჯობია კოალიციური მოდელი მაქვს მათემატიკური, სადაც ყველაზე უკეთეს ვარიანტში უკეთესი ახლა ამერიკა და ინგლისში, იქ ძირითადად ორი პარტია, მაგრამ სრული მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი დემოკრატიისთვის 3-4 პარტია უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლებაში, უფრო გრადია ეს სისტემა. შესაბამისად, ჩვენ მომავალში გავაგზავნეთ იმედია ბატონ სიმონს ჩვენ მოვიწვევთ კიდევ თუ დროს გამონახავს საშუალო პროგრამაზე, სკოლაზე აქ მეც ეს მაინტერესებს კრიტერიუმის აწევა, მაგრამ სანამ სკოლა არ იქნება ძლიერი და ბუნებრივია ის ბავშვი, რომელიც ამთავრებს სკოლას, სადაც იგრძალება ქართული ენა და ის, რომელიც სადაც მინისტრი თავის შვილს ასწავლის 40,000 ლარიანი სკოლა, ბუნებრივია ერთნაირი პირობებში არ უნდა იყოს. სკოლას რომ ავწევთ, მე შეიძლება მართლაც კრიტერიუმი აიწევს, მაგრამ ეს მომავლის ამბავია. და ბოლოს მე საქართველოს ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ანუ აფხაზეთში ქართველების მშვიდობიანი დაბრუნების ერთადერთი გზა გადის მრავალპროფილიანი საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაძლიერებაზე და მე კიდევ ერთხელ მოუწოდეთ მათ შორის ჩემს მეგობრებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არის აფხაზი ქალბატონი დიდებული ადა ბარშალია სხვებს რომ ხმა ამოიღონ რომ ჩვენ როცა დაბრუნდებით მშვიდობიანად უნდა იყოთ კონკურენტუნარიანი რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს. სექტემბერ-ოქტომბერში ჩამოდიან ერთი თვით კითხულობენ ლექციებს MGU-დან, ის მაგ დამთავრებული კარგად ვიცი, კრასნოდარიდან და აძლიერების შენების დაგვარად რაც შეუძლია და ჩვენ გვინდა დავჩეხოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არ შეიძლება ეს და ყველას საზოგადოებას, იმიტომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე გულში მადგივრობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რადგან უმაღლესი დონის ახლა მეცნიერები მუშაობენ იქ
და დიდი მნიშვნელობისაა მისი შენარჩუნება გულშემატკივრო, მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყველაზე დიდი აქვს საქართველოში. ჩვენ ამ საკითხს გავაგრძელებთ. ამ დღეს მე დიდ მადლობას მოახსენე ბატონ სიმონს, ბატონ ალექსანდრეს და იმედია რომ საქართველოში ისეთი დრო მოვა, როცა შეიქმნება ხელისუფლება, რომელიც ხელს შეუწყობს განათლებას, მეცნიერებას და საქართველოს ტერაზე დიდი განძი, რაც ღმერთი აძლევს და ალბათ ქართველებში ჩანერგო, ამას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რადგანაც ეს არის ყველაზე დიდი განძი ჩვენ. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ბატონ თემურ.